გამარჯობა თქვენ უყურებთ დღეს სივრცეს მე ნინო ზაუტაშვილი ვარ. ჩვენ კარგად გვესმის რომ დღეს საქართველოს წარმოუდგენლად რთული გამოწვევების წინაშეა. დიდი ალბათობით მალე ერთპარტიული პარლამენტი კი არა ერთპარტიული ქვეყანა გვექნება. დიდი ალბათობით ციხე დაემუქრება ყველას ვინც პროტესტის გამო ქუჩას კეტავს. და ამ საფრთხის პირობებში სულ ნაკლები რჩება სივრცე იმ თემებზე სალაპარაკოთ, რაც ჯერ კიდევ გუშინ ყველაზე აქტუალურად გვეჩვენებოდა. მიუხედავად ყველაფრის ასეთ თემებზე მაინც უნდა ვილაპარაკოთ. გადაცემის პირველ ნაწილს დავუთმობთ განათლების სპეციალისტების შეფასებას უმაღლესი განათლების წარმოდგენილ რეფორმაზე. ვილაპარაკებთ ყველა რისკზე და საფრთხეზე, რაც შეიძლება თანსდევდეს მის განხორციელებას. გადაცემის მეორე ნაწილიც განათლების თემას დაეთმობა. ჩვენი ბავშვები წაკითხulis გააზრებით სხვებს იმიტომ ჩამორჩებიან, რომ შეათ. მათემატიკას სხვებზე ცუდად იმიტომ ითვისებენ, რომ შეათ. რამდენადმე მნიშვნელოვანი იქნებოდა უფასო კვების დაწყება სკოლაში ამ საკითხებზე ვიმსჯელებთ. ვიდრე სტუმრებთან ერთად გავშლით თემებს, ერთად ვნახოთ კორნელი გაზდელიანის საქართველოს ამბავი. მოусმინოთ ლენტეხელ კაცს, რომელსაც ევროპულ ქვეყანაში უნდა ცხოვრება, არა ისეთ ქვეყანაში, სადაც ბავშვებს შეათ, ან სადაც საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ხელისუფლება ასე ერევა. აქ მაგრად იჭერდა ყოველთვის და დღეს ახლა არ დაიჭირა. ერთი იმყანაში გავიდა იქ. ტანჯვა არა არის. გამაძლიერებელი დააყენესო ხელეთში თუ საცხა იქ. და იმის მერე იმ დღიდან გაქრა ტელეფონის დაჭერა, უნდა ვიარო ამ ყანებში, სადმე რომ დავაჭერიოთ. დაიჭირა. კიდე გაქრა. არა დაიჭერს ახლა. ანუ სხვა მხრიდან ვერ რეკავენ, ხო? თქვენ უნდა დარეკოთ. მე უნდა დავრეკო, ხო. კვირდებიან გაიკეთებთო, მაგრამ არაფერი არ გვაღებს ეს. არჩევნები კარს მომდგარია და კიდე არ აკეთებ, რაც გავს გზები. რაჭირი გჭირს, ხან ხელათი ჭერ, ხან როგორია აქ ცხოვრება და ზამთარი? კაცრი. მუშაკაცის სამყოფია. ყველა მყოფელის არ. ყველა ვერ იქნები აქ ზამთარში 1000 რამე რო გინდოდა. ნიშაბს, ეს საქონელი, ეს თოვლი, ეს ნაგებობები, გზა, კვალი და ყველაფერი. სანამ ხარი მყავდა, ხარი მიმკვლევდა იმას, გზას და ხარი რო გავყიდე იმის მერე მე თვითონ უნდა გამემკვლია, რომ გამედენა და გზა არ ჩამეკეტა იქ ცენტრალურ გზაზე. ტერიტორია აქ ისეთი ელა, რომ ადვილი გასაკეთებელია, გზაც და ყველაფერი, ოღონდ მონდომება მითხარი. ერთი პერევალი ამას არ აქვს, სადმე რომ პერევალი ამას ასვლელი და ვერ ამოვიდეს. ხაჩეს საკით. ესე კატასტროფაა რა, გზა. და აქ განსაკუთრებით ეს მანანოური როა 3 კილომეტრი. იმას საკით ესე იგი გზა რო არაფრად არ ვარ. ზამთარში არევინ არ არის ახლა. შარშან კაცშვილი არის. შარშან პირველად რატომ? იმიტომ რომ მე რო წამიყვანეს. არ მინდა ახლა წელს წასვლა თუ დამტოვეს. მე რა თბილისში ვიყავი, გზა გაუხსნელი იყო აქით. იყო მიტოვებული, არც ნათლი იყო და არც გზა იყო. აღარავინ აწუხებდათ და რეკავდათ. აღარავინ აწუხებდა. სიწყნარიაო ლენტაში, კორნელი არ არის. უსაშველო რა არის, აქ ყველაფრის გაკეთება შეიძლება, ტელეფონის რო იჭერდეს, გზაც რო იყოს და შუქიც რო იყოს და всё გაჩერდება ხალხი მე. თორა და всё წასულია ბავარის საქმე. რა ფიქრობ საქართველოს? ისინი სწორად იბრძვიან და ეს თავრობა თუ არ შეიცვალა, ეს ბავშვები რა თავრობაა შესაძლებელი. რას ეთქვით იმ გოგო ბიჭებს? იმათ ვენაცვალე სულ სოლიდარობას უცხადებ ყველას. რომ შემეძლოს გვერდით დაუდგები იმათ.
იმათმა თუ აიკეთეს რამე თუ არა ამ პარტიებიდან რა ვიცი არაფერს იმედი არ მაქვს იმათმა იქნება რამე გააკეთოს ეს არის სადისტობა სუფთა სადისტობა გამეტებული ყავთ და ესე იგი არ ზოგავენ არა ქალებს გოგუებს ახალგაზრდებს წაქცეულ კაცს რომ წიხლს ჩაარტყა ეს კაცობა მეორე ფრონტიო და ეგი და იგიო და ეს დამონავებული ყავს პუტინს ივანიშვილი და ივანიშვილს ესენი და ეს არ მეტი რა ხო უმტკიცებენ ყოველნაირად რომ ხალი იყო ყოველთვის და კაცი და ქალთან არ ვათხოვებდა და კაცთანო ოპოზიცია ხო სენს პასუხს მაგრამ ეს მაინც მომაკვდავი კობახიძე და ივანიშვილი ჩაციებული არიან ამ ეს აქვს საბაბი და მეტი ვერაფერი ვერ გამონახეს მაგრამ სვანი კაცი შეურაცხყოფელია ასეთი თქმა ქალს მიყვება და კაცი კაცს მიყვება რა არის ყველაზე მეტი გრეხია ეს სვანი კაცის ადაცეში და ყველაფერში კინც ჯაკვამა შახატები დეითაშ ევროპა გვიქმნის ფუფუნებას და ამათ უნდათ რომ გადათარგმნონ ეს სხვანაირად გადაგვითარგმნა ჩვენ გონი ვართ ყუმები და გაუნათლებლები და უწიგნურები მოიკითხონ პრეზიდენტიდან დაწყებული კობახიძის დამთავრებული რა უნდა ელაპარაკო ბიჭო რომ არც ტექნიკუმია ალბათ არც საშუალო არ აქვს იმას დამთავრებული პრეზიდენტს ჩვენს ესა ჩემი ლობიო გიან დარგულია და აწივარგებს უკაყოლიფეს ქვეყანა გასა ყველაფერს ჩივეში იდება ყველაზე მთავარი ხალხს რო ტანჯავენ და ხალხს რო აწამებენ ხალხს ფერარით რო პლატაობდა კალაძე უყურე გზას ვერ გაგვიკეთებდა მთავრობა გაგვიკეთებდა ისეთი მთავრობა იქნებოდა რომ რანაირიც ევროპაშია და როგორც ევროპაში მოქმედებენ ისე და ფინანსები აკეთებს ამათ მარტო თავისთვინ უნდათ ფინანსები და გზა რო გააკეთონ ეს კი არ უნდა ჩვენ გაძვალტყავებულად და იქ ფუფუნებაში აქედან ახლა გერმანია ავიღოთ მაგალითად ჩემი მამი და შვილები არიან წასული და წაიყვანეს დედამისი მამა რომ მოუკვდათ 1-2 წელი გაჩერდა იქ და იქაური პენსია დაუნიშნეს 800 ევრო იანგარიში ახლა შენ 800 ევრო რამდენი ლარი ასე იქნებოდით ევრო იმაში რო ვიყოთ იქ ხალხს უსმენენ და ხალხს იწოდებენ და ხალხს გულიან და ფუფუნებაში არიან იქ პენსიონერები და მოხუცები ახალგაზრდები და ყველა და ჩვენთან აბა სულს ღაფავენ ნაგავში იქექებიან ქალაქში ხალხი ევროპული საქართველო მინდა ნახდათ ევროპული საქართველო და არა რუსული რუსეთს ოდესმე რა გაუკეთებია საქართველოსთან კაი ოდისგან მონები ვიყავით იმათი და მონები ვართ ახლაც კომუნისტების პერიოდში პირველ მდივანს დააღანებდნენ აქ წეგატივანს მეორე მდივნად რუსი ჩამოვიდოდა აქ დაიდებოდა და რასაც ის ეთყო და ის იყო პირველ მდივანის მეორეც და ყველაფერი აი ეს არის რუსეთი და ამას ვიკეთებდა და ამას ვიკეთებს დღესაც პუტინი და ივანიშვილი ევროპა არ გვეღირსა თუ არა რაც არის გასაკეთებელი გავუკეთებენ იმას უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ყველა ვარიანტში რადგან ახლა ეს დაწყებული ეს ამდენი ხნის ნაწვალები წყალში უნდა ჩავყავოთ ახლა თუ არ გამოვიდა არაფერი გამორიცხულია მე ყველაფერი თუ არა მე შეიძლება ხვალზე მოვკვდე თქვენ დაიმახსოვრეთ ჩემი ნათქვამი ახლა თუ არაფერი არ გამოვიდა მე კაპიკია ფას არაფერი არ იქნება აბსოლუტურად ბრძოლა ბოლომდე
მე ვარ ერთი შეყვარებული ბავარზე. აი ან ასეთები აქ-იქ, მაგრამ ბევრი არა. თუ არ შეიცვალა ვითარება რა ელის აქაურობას? აქაურობას ელის ბავარი ნაბავარალი. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა თვეს ასე არის. ბრუნდებით სტუდიაში. ზუსტად 2 დღის წინ ირაკლი ყობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა, რომელიც გაუცნობიერებელი ადამიანისთვის შესაძლოა მომხიბლადაც კი გამოიყურებოდა და პროფესორისთვის ასე პრეზენტაციაზე დანიშნული 10,000 ლარიანი ხელფასი სასიამოვნოდაც ჟღერდა. მაგრამ როგორც კი კონტექსტს გავიხსენებთ, რომ საუკეთესო მეცნიერებზე და პედაგოგებზე სულ რამდენიმე დღის წინ ითქვა მათი ადგილი უნივერსიტეტებში აღარ არისო, ხვდები, რომ ამ რეფორმას სულ სხვა ანალიზი სჭირდება. ამ 2 დღეში უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ რადგან განათლება ამ ქვეყნის მომავლის ერთადერთი ხსნა, ჩვენი მაყურებლისთვისაც უნდა ახსნათ ყველა რისკი, რაც რეფორმის განხორციელების შემთხვევაში შეიძლება დადგეს. მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმრები: სიმონ ჯანაშია, ნანა დიხამინჯია, ლაზარე ქარჩხაძე, ლიკა ღლონტი. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის, ესე გვიან დროს, მაგრამ მე მგონი ახლა ყველა წესი და რიგით უყურებს გადაცემას და აუცილებლად ვილაპარაკებთ იმ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რასაც ქვია განათლება. პირველ რიგში მინდა კითხოთ, რეფორმის შემუშავების პროცესში, კონცეფციის წერის პროცესში, რომელიმე თქვენგანი თუ ბრძანდებოდით, ან თუ მონაწილეობდით ამ კონცეფციის შემუშავებაში? მარტივი პასუხია არა. არც იცოდით, რომ ასეთი კონცეფცია მუშავდებოდა, იყო ეს ინფორმაცია? ანუ ინფორმაცია იყო? გამოაცხადეს, რომ კომისია ბრძანებაც გამოიცა ამ კომისიის, მაგრამ არათუ ჩვენ, მე მგონი მათივე მომხრე ექსპერტებიც არ მონაწილეობდნენ, იმიტომ რომ მარტო კომისიაა და არაფერი არ არის მოყვანილი გარდა ამის, არც კვლევის წყარო, არც ვინმეს მოსაზრება, საერთოდ არაფერი არ არის. ანუ ეს 15 კაცია, რომელიც არის რეალურად მინისტრთა კაბინეტი, საბჭოს თავმჯდომარე აფხაზეთის და აჭარის და თბილისის მერი და პარლამენტიდან მის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაში. ანუ საჯარო განხილვები, როგორც ასეთი, განათლების სპეციალისტებთან, სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან არ ყოფილა. ახლა ვიწყებთ. ჩვენ და საქართველოს პრეზიდენტი არ ვიყავით ჩართული. დანარჩენი ყველა. ლიკა, თქვენ ერთ-ერთ სტატუსში დაწერეთ ესეთი რამ, რომ ძალიან მნიშვნელოვნად დააზიანებს ეს კერძო უნივერსიტეტებს, თუმცა ასევე დააზიანებს სახელმწიფო უნივერსიტეტებს. პირველ რიგში სახელმწიფოებს. აი, მოდი უფრო გარკვეულად რომ აუხსნათ ადამიანებს, რითი და როგორ დააზარალებს? იმიტომ რომ ყოველგვარი უნივერსიტეტების ჩარევის გარეშე პირდაპირ ხელისუფლებამ განსაზღვრა ამ კონცეფციაში, რამდენი სასწავლებელი უნდა დარჩეს, რამდენი ფაკულტეტი უნდა იყოს, როგორი უნდა იყოს პედაგოგიური შემადგენლობა, როგორი თანაფარდობა უნდა იყოს პროფესორების, ასისტენტების, ასოცირებული პროფესორების, ანუ გადაუარა ავტონომიურობის პრინციპს, რომელიც სხვათა შორის კონსტიტუციაში არის დაფიქსირებული 27 მუხლში და არანაირი დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინება არ მომხდარა, პლუს გადაუწყვიტა, რომ უცხოელი სტუდენტები არ უნდა მიიღონ თურმე, ანუ ძალიან მარტივად ზევიდან ქვევით, ესე ვთქვათ, კაფიოდ ჩამოუყალიბა ბედი სახელმწიფო უნივერსიტეტებს. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია ცხადია, როგორ და რანაირად აპირებენ ამას, მაგრამ გასაგებია, რომ ეს არის ტოტალური კონტროლის სქემა. მართალია იქ პრეამბულაც არ იყო, მაგრამ რაც იყო იქ ეწერა, რომ ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს და ამაში ცხადია ყველა ვთანხმდებით, რომ ხარისხის გაუმჯობესება ყველას გვინდა, მაგრამ არც ერთი ის ღონისძიება, რომელიც იქ არის ჩამოთვლილი, ხარისხის გაუმჯობესებას არ ემსახურება და ვერ მოემსახურება. ასე ვთქვათ, ამიტომ სახელმწიფო უნივერსიტეტების ბედი არის ძალიან სავალალო, რაოდენობაც შემცირდება, პროფესორების რაოდენობაც შემცირდება, სტუდენტების რაოდენობაც შემცირდება, რომელიც უნივერსიტეტებში სწავლობენ. ის სატყუარა, რომელიც გადმოაგდეს 10,000 ლარიანი ხელფასის სახით, ჯერ ერთი არ არის დაფიქსირებული არც ერთ დოკუმენტში, ეს ითქვა ზეპირსიტყვიერად და ამას არ აქვს იურიდიული ძალა. ჩვენ არ ვიცით ამ რეფორმასთან განხორციელება თუ უწერია, როდის და რა ფორმით განხორციელდება და მაგის ფინანსური გათვლები ამ დოკუმენტებს თან არ ახლავს. ითქვა, რომ იქნება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ახლა დაიწყებენ თურმე დეტალებზე მუშაობას და ვნახოთ, რას დათვლიან და როგორ. მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის ძალიან სერიოზული შემცირებები და მე არ ვიცი, ჩვენ შეგვიძლია ბევრ რამეზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მესიჯი, რომელიც მე დღეს მინდა ძალიან კაფიოდ გავაჟღერო, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვექნება სერიოზული შემცირება პროფესორ-მასწავლებელთა კორპუსისა სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ჩვენ გვექნება
საგრძნობის შემცირება მასწავლებლებისა, იმიტომ რომ 12 წლიანიდან 11 წლიან სქემაზე გადასვლა ასევე გამოიწვევს პედაგოგების რაოდენობის შემცირებას და პედაგოგებისთვის საათების შემცირებას, იმიტომ რომ პროგრამა უნდა შეიცვალოს და ვიცით რომ ანაზღაურება საათობრივ დატვირთვაზე არის მიბმული. შეიცვლება სტუდენტების რაოდენობა, იმიტომ რომ სახელმწიფო დაკვეთის სისტემა შემოდის, საერთოდ ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ და რანაირად უნდა დათვალონ ეს და დღევანდელ საბაზრო ეკონომიკაში როგორ შეიძლება ამისი წინასწარმეტყველება 3 წლის მერე მე რამდენი ფიზიკოსი, რამდენი ქიმიკოსი და რამდენი იურისტი დამჭირდება, ანუ ამაზე ალბათ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ეს წარმოუდგენელი არის და რასაკვირველია, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონცეფცია პირდაპირ არ ურტყავს კერძო სასწავლებლებს, რიკოშეტი აუცილებლად მოხდება კერძო სასწავლებლებს, შეიძლება მაგათვისაც მოიცალონ ადრე თუ გვიან. ძალიან +1 ურტყავს. 3+1 რასაკვირველია ურტყავს და პლუს დაფინანსების სქემის შეცვლა დაარტყავს ძალიან სერიოზულად და ასე რომ მე მგონია რომ ადრე თუ გენ მათვისაც მოიცლიან და იქ რაღაცა ამის შემზადება პრინციპში მათ პროპაგანდისტულ არხებზე ნახეთ ხო კვირა არ გავარო რომელიმე კონკრეტულ კერძო უნივერსიტეტზე არ გააკეთონ ცალკე სიუჟეტი რომლითაც ამზადებენ რაღაცა განწყობებს რომ აი იქაც ეხა შევალთ და როგორ ამზადებენ ხო რომ იქ მზადებიან ტერორისტები აი წინა კვირას უსმენდი ჩვენ რექტორებთან ერთად რომ აი უნივერსიტეტზე იყო საუბარი რომ იქ ამზადებენ ტერორისტებს და გადავხედეთ ერთმანეთს რომ აი ჩვენზე არის საუბარი რომ იქ ვსადდებით ტერორისტებს ხო აი ამ ველს ამზადებენ ხო ეს რეფორმის ნაწილშიც საერთოდ არ მაგანცდა რომ თქვა კერძო უნივერსიტეტებს არ შეეხება მე მგონია რომ აი ძალიან პირდაპირ მოიქცევიან როგორ მოახერხებენ ამას იურიდიულად ეს ცოტა ბუნდოვანი არის ჯერ მაგრამ მე მგონი ერთმის თავი პოლიტიკური ნება იყოს და ძალიან კეთილი აქვს ხო აი სკოლის 11 კლასი და 3+1 აი ხლა რადგან ახსენეთ ნაბარემ ესეც ხომ არ გავაგებინოთ მაყურებელს რას ნიშნავს და რას მოიტანს 3+1 რა ზიანს მიაყენებს უმაღლეს სასწავლებლებს ჯერ დავიწყებ იმით რომ პირდაპირ ჩემ დარგზე ვილაპარაკებ ინჟინერიაზე 3 წლიანი პროგრამები არც ჩვენც გვაქვს აქ საქართველოშიც გვაქვს როცა არის დუალური პროგრამა თუმცა ანუ როცა რომელიმე უცხოურ უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება მაგრამ ზოგადად აი მაგალითად გერმანიაში როცა არის 3 წლიანი პროგრამა იქ უკვე სტუდენტი მომდის ძალიან მომზადებული ფაქტობრივად კალკულუსის სწავლა მას არ ჭირდება მას ეს სკოლაში აქ ნასწავლი უკვე მაღალ დონეზე იწყებს სწავლას ბევრად უფრო ჩვენ სტუდენტებთან შედარებით რომლებიც მოდიან ხანდახან პრეკალკულუსის დამატებაც კი გვიწევს. ანუ ბაკალავრის შემთხვევაში კიდევ არაუშავს ამ 3 წელს. უბრალოდ ეს უნდა წარმოვიდგინოთ კიდევ რომ კლასტერული აკრედიტაციები არ დაწყებული, სადაც ბევრი პროგრამის აკრედიტაცია შედის ერთდროულად წელს, მაგალითად ფაქტობრივად ყველა უნივერსიტეტმა საინჟინრო და ტექნოლოგიური მტრამის წელი იყო და ტექნოლოგიური პროგრამები გადაახალისა და ეხლა თავიდან მოუწევთ აგრეთ. არ ვიცი რა რომელი უნივერსიტეტი იქნება ამისთვის მზად, იმიტომ რომ ეს არის უზარმაზარი შრომა. იმავე დროს ჩვენ გვაქვს ქვეყანაში აბეტ აკრედიტებული პროგრამები, რომელიც მათ შორის სან-დიეგოს და 1000 წლეულის კორპორაციის დახმარებით განხორციელდა და ამით ამას სამინისტრო ყველა რეკლამაში იყენებდა, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის საერთაშორისო საინჟინრო ყველას მიერ აღიარებული აკრედიტაცია, ეს აქვს TSUS, ილიაონის, GPI, ტექნიკურ უნივერსიტეტს და ავტომატურად როგორც კი 3 წელზე მოუწევთ გადასვლა, ავტომატურად გააუქმდებათ. კი, შეიძლება ეს გამონაკლისში გაიყვანონ, მაგრამ სინამდვილეში სხვა აკრედიტაციებსაც რო შევხედოთ, იმდენია ქვეყანაში, რომ ბევრის მოხვედრა მოუწევთ ამ დუალური პროგრამებისაც და ამ საერთაშორისო აკრედიტაციის. მაგრამ მე მინდა განსაკუთრებით შევეხო მაგისტრატურას. საინჟინრო პროგრამის მაგისტრატურის შესწავლა ბევრი საინჟინრო მიმართულების 2 წელიწადში შეუძლებელია. საბუნებისმეტყველო იგივე. ალბათ საბუნებისმეტყველოც იგივე არის. ანუ 2 წელი და პირდაპირ იგივე ამ აბეტის აკრედიტაციას რო შევხედოთ, ის გეუბნება რომ შენ დაახლოებით 90 კრედიტი სანამ ის დაიწყებს საინჟინრო პროექტზე მუშაობას, შენ უნდა გაასწავლო მანამდე 90 კრედიტი. და ხო შეუძლებელია ამის ჩატევა 1 წელიწადში. ანუ ესეც პირდაპირ და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ მაგისტრატურის სტუდენტებისთვის რომელთაც უნდათ უცხოეთში დოქტორანტურა გააგრძელონ, მათ თუ არ ექნებათ საკმარისი ცოდნა მიღებული და სწორად დაალაგებული კვალიფიკაცია თუ არ ექნებათ მიღებული, მათთვის გართულდება უცხოეთში დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელება, რომელიც ეფუძნება ამ 2 წლიან მაგისტრატურას. და გარდა ამისა, უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რამდენი პროგრამის რეაკრედიტაცია უნდა მოხდეს ქვეყანაში და რამხელა ქაოსი. ეს იმხელა ხარჯებთან არის ჯერ მარტო დაკავშირებული, ყველა უნივერსიტეტმა იცის ეს და რამხელა ქაოსს გამოიწვევს ეს ამბავი, რომ აი ასე ერთიანად ამდენმა არა მარტო სახელმწიფომ, კერძო უნივერსიტეტებს უკვე შეუთვალეს ვიღაცებს, რომ ვისაც მაგალითად მომავალი წელი არის, მე მგონი სამართლის კლასტერული აკრედიტაცია, ისაც პროგრამებს რო ამზადებენ, შეუთვალეს, რომ იცით რა არის გადახედეთ, შეიძლება რაღაცა იქ ოქტომბერ-ნოემბერში თუ დეკი ხარი ვადა მალე რომ შეიძლება ჩვენ 4 წლიანი არ მივიღოთ
აკრედიტაციაზე. ანუ როგორც ხვდები, ჯერჯერობით ეს მაინც არის დამუშავების სტადიაში, ეს კონცეფცია ცხადია, ეს არის კონცეფცია, რომელიც შეიძლება ვიმედოვნებთ, რომ შეიძლება შეიცვალოს. სიკო, ერთი ფაკულტეტი ერთი უნივერსიტეტი. დეცენტრალიზაციაზე სულ გვესმის საუბარი და სულ არის მართლა ეს მოთხოვნა, რომ აი დეცენტრალიზაცია, ოღონდ რამდენად არის ეს ყველაფერი დეცენტრალიზაციის ხელშემწყობი თუ პირიქით? მიზანი რა არის ამ ყველაფრის? მე მგონი რომ აუხსნათ მაყურებელს კარგი იქნება. ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ რა არის მიზნები, მაგრამ მე მგონი ეს საჭირო არ არის, იმიტომ რომ პირდაპირ ითქვა წელიწად ნახევრის წინ დაახლოებით ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ჩვენ უნივერსიტეტში ყავს პოლიტიკურად არასაიმედო პროფესორები და ჩვენ ეს ხალხი უნდა გავყაროთ. და პირდაპირ ისიც თქვა, რომ მე ახლა დავიწყებ მუშაობას კონცეფციაზე, რომელსაც ისეთივე უარყოფითი გამოხმაურება ექნება, როგორც მაგალითად რუსულ კანონს. ნუ ახლა რუსული არ ვთქვამს, მაგრამ ეს გამჭვირვალობის კანონს. კი ბატონო, ანუ საზოგადოების მედია საზოგადოების დიდ ჯგუფს ეწყინება ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ ეს ყველაფერი იქნება ისევე კონტროლის დამყარების ცდელობა უნივერსიტეტებზე, როგორც ეს იყო მედიაზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ანუ პირდაპირ ამბობს, რომ ჩემი მიზანი არის იგივე. რაც გავაკეთე მედიის შემთხვევაში, არასამთავრობოების შემთხვევაში, ახლა გავაკეთებ უნივერსიტეტების შემთხვევაში. იმისთვის, რომ ეს გააკეთოს, რა არის მისი საშუალებები? ერთი საშუალება არის პროპაგანდა, ხო? ანუ პროპაგანდისტვის იყენებს იმას, რომ უნივერსიტეტებში ნამდვილად არსებობს პრობლემები, ანუ ამ ჩამოთვლის პრობლემებს და ამას რომ აი ამ პრობლემებს მოსაგვარებოთ, ახლა რაღაც ხომ უნდა გავაკეთოთ და იმისთვის რომ რაღაც გავაკეთოთ, აი მაგალითად თბილისში ხო არის დიდი კონცენტრაცია ახალგაზრდების, ახლა უნდა გადავანაწილოთ ეს სხვა ქალაქებში ხო არის ეს პრობლემა მოვაგვაროთ, მაგრამ ყველა ის გადაწყვეტა, რასაც გვთავაზობს, არის არა იმ პრობლემების მოგვარება, არამედ ახალი პრობლემების გასაჩენად. აი ეს ახსნა ზუსტად. აი მაგალითად, ანუ დაახლოებით ესეთი სიტუაცია, რომ ახლა მე რო ფეხსაცმელი მიჭერდეს და ექიმმა რო შემოთავაზოს, რომ ფეხს მოგაჭრე და აღარ მოგიჭერს. აი და ზუსტად ეს გამოსავალია რა. მე ამბობს, რომ აი ხო მოგიგვარე ეს პრობლემა. ხო აღარ გიჭერს ფეხსაცმელი, მაგრამ ახალი პრობლემა გამიშთა, ხო ახლა პროთეზი მჭირდება. ანუ დაახლოებით ეს რაღაცას გთავაზობს, ანუ გეუბნება რომ ხო, ანუ რას ამბობს, ეგ ცალკე ამბავია, მაგრამ სინამდვილეში რის გაკეთებას აპირებს, არის სხვა. მაგალითად, როცა ამბობს, რომ ერთი წელი უნდა მოვაკლოთ სკოლას, ერთი წელი უნდა მოვაკლოთ ბაკალავრიატს, ერთი წელი უნდა მოვაკლოთ მაგისტრატურას, ანუ 3 წლით ნაკლები უნდა ისწავლოს ადამიანმა მაგისტრატურის ჩათვლით. ეს კეთდება იმისთვის, რომ დაახლოებით 100,000 ნაკლები ახალგაზრდა იყოს ჩართული განათლების სფეროში. ეხლა რატომ უნდა ამის გაკეთება? ეხლა ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ეს უნდა, იმიტომ რომ ხარჯები აქვს, რაღაცა პასუხისგებლობა აქვს სახელმწიფოს და ამის თავიდან მოშორება უნდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ხალხი, ეს ახალგაზრდები, მე-12 კლასელები, მე-4 კურსელები, მაგისტრატურის მეორე კურსელები არიან ადამიანები და საერთოდ მაგისტრატურის სტუდენტები და ასე შემდეგ, ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ვერ აკონტროლებს ხელისუფლება. ვერ აკონტროლებს, იმიტომ რომ გარკვეული ავტონომია ამ სკოლებს, უნივერსიტეტებს აქვთ. ანუ ფული, რომელსაც ესენი იღებენ უნივერსიტეტები და სკოლები, არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ ლოიალობაზე. ანუ დღევანდელი სისტემით არ შეუძლია უნივერსიტეტს შეუწყვიტოს დაფინანსება პირდაპირ. იმიტომ რომ სტუდენტი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც უნივერსიტეტში წაიღებს თავის სასწავლო გრანტს. ეხლა ამბობს, რომ მოდი ეს შევცვალოთ ეს სისტემა და სახელმწიფო გადაწყვეტს, რომელ უნივერსიტეტს მისცემს ფულს, თან რისთვის მისცემს ფულს. რაც ნიშნავს იმას, რომ პროფესორსაც გააკონტროლებს, თუ პროფესორი ცუდად მოიქცევა, ითქვის, რომ აი მიმართულებისთვის არ ღირს ფულის დახარჯვა. აი მაგალითად რა ვიცი, თქვათ სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულება უნივერსიტეტში ცნობილია თავისი რაღაცა მე ამბოხე სულით, ხო, რაღაცა გახსოვს, რომ ქართული ოცნების პირობებში კარიც კი აჭედეს ერთ-ერთი კორპუსის და პრემიერ-მინისტრს მოუწია იქ მისვლა და რაღაცა მოლაპარაკებებში ჩართვა, ხო? ეხლა შეიძლება თქვას, რომ მოდი იყოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, რაღაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყოს, იმიტომ რომ იქ სხვა სიტუაციაა, იქ მაგალითად ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი განათლების მინისტრებთან ერთად ატარებს საზაფხულო ბანაკებს. ანუ ის პირდაპირ არის ჩართული პროპაგანდის გავრცელებაში და ახალგაზრდების მობილიზებაში. მეორე რაც აკეთებს არის ის, რომ უწყდავს ფულს.
ანუ რეალურად ეს 3 წლიან ბაკალავრიატზე რო გადაყავს და 1 წლიან მაგისტრატურაზე, ამითი 2 წელი რომ სტუდენტები იქნებოდნენ იქ, ხო? ანუ სადღაც 50000 სტუდენტამდე ისინი გამოეთიშება სისტემას. ანუ 50000 სტუდენტი რამდენსაც იხდიდა, ის აღარ შევა ამ სისტემაში. მესამე აი კერძოებზე რაც თქვით, ხო? არის ის რომ კერძოებს ეუბნება რომ თქვენ აღარ გადაგიხდით საერთოდ საგრანტო სისტემა თუ აღარ იქნება. ანუ ის ფული, რომელსაც სინამდვილეში ხშირ შემთხვევაში სტუდენტებს მიქონდათ საუკეთესო ქულების მქონე სტუდენტები მიდიოდნენ კერძო უნივერსიტეტებში, ხო? მაგალითად თავისუფალ უნივერსიტეტში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შედეგების მქონე სტუდენტები მიდიოდნენ, ვისაც ჰქონდათ გრანტი. ანუ ეს ფული აღარ წავა თავისუფალ უნივერსიტეტში, ესე რომ და აღარ წავა, ну, თქვათ, რაღაც საქართველოს უნივერსიტეტში და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ფულის კონტროლითაც ცდილობს რომ მოახჩოს რამდენიმე ეს საკმაოდ ძლიერი მექანიზმია ნამდვილად. უცხოელ სტუდენტებზე არის ლაპარაკი. აი აქ ძალიან მინდა ხაზგასმით. სახელმწიფო უნივერსიტეტში თქვენ აღარ გიქნებათ უფლება მიიღოთ უცხოელი სტუდენტები გამონაკლისების გარდა. გამონაკლისს რა პირობებში რითი ვადგენთ გამონაკლისს? და შეიძლება პოლიტიკური იყოს, ხო, ეს გამონაკლისის დადგენის წესი, რომ რაღაცა შენ შემიგროვებ ხმებს არჩევნებზე, მე მოგცემ უფლებას, რომ ყავდეს უცხოელი სტუდენტები. ან არ გეყოლება, მაგალითად ილიას უნივერსიტეტი არის პირდაპირ სამიზნე, ხო? ანუ ეუბნებიან, აი ეს ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი თუ რა ვიცი რას ნიშნავს ეს ყველაფერი, გულისხმობს იმას, რომ მაგალითად ისტორიის სპეციალობა თუ არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვეღარ ექნება ილიას უნივერსიტეტი. აი ეს არის საოცრება. პირდაპირ თავს მედიცინას ვეგარი მთავარი ამბავი. ძალიან ბევრია სამედიცინო მაგალითად სალტონარი ლაპარაკი. კი, მაგრამ მოკლედ აი ბევრი ესეთი რაღაცა ისინი არის მექანიზმები, რომელიც საერთო ჯამში გულისხმობს იმას, რომ რაც შეიძლება ნაკლები განათლება უნდა მიიღოს ხალხმა და რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს პოლიტიკური კონტროლი. აი ეს არის მთელი არსი ამ რეფორმის. უბრალოდ დავამატებდი ციფრების სახით რო ვთქვა, ეხლა წამოსვლის წინ ვიმეცადიანე და საკსტატი გავხსენი. სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროფესორ მასწავლებლების რაოდენობა დაახლოებით 5000 ადამიანია. ანუ მერყეობს 5100, 4900 რაღაცა წლების მიხედვით, ხო? აქედან სრული პროფესორი არის 1200-ზე ნაკლები, 1189, 2024 წლის მონაცემები, წლევანდელი ჯერ არდებს, ხო? ეხლა ისინი რომ შეამცირა, ანუ 1189 სრული პროფესორის კონტროლი საკმაოდ რთული არის. დაიყვანენ ამას 100-ზე, ლიხსიქით იქნება ერთი პროფესორი მიკრობიოლოგიაში, ლიხსაქით იქნება ერთი პროფესორი და ამ ორ კაცს კი გააკონტროლებენ, ხო, თითო სფეროში, ხო? მიკრობიოლოგიაში, იმიტომ რომ თქვა რომ ქუთაისში და იმაში კი არა თითო. ანუ ხარისხის კონტროლს ფაქტობრივად ხალხის კონტროლზე, ხარისხი დაივიწყეთ, ნინო. აქ ხარისხი არ არის თემა. აქ არის ლაპარაკი კონკრეტული ადამიანის კონტროლი და ნახეთ როგორც გააკეთეს პირამიდა გააკეთე, რომ ერთი პროფესორი იქნება, რომელსაც 10000 რაღაცა ვირტუალური აქვს, იმას ეყოლება 2 ასოცირებული და 10 ასისტენტიო. ანუ იმ ერთ ადამიანს ჩამოეკიდება მთელი თავისი პერსონალზე კონტროლი, თავის სტუდენტებზე კონტროლი, იმიტომ რომ ის იქნება დამოკიდებული ფინანსურად სრულიად თავფეხიანად ამ სისტემაზე, პრაქტიკულად ყიდულობს ამ ხალხის ლოიალობას და თან კარგად აკონტროლებს, იმიტომ რომ სად 5000 კაცის დევნა, თან ისე ვიკიდეთ ხომ იმას არის სახელმწიფო უნივერსიტეტებზე მხოლოდ ლაპარაკი და სად 100-150 სრული პროფესორის გაკონტროლება ძალიან მარტივი არის ეს საკითხი, ასე ვთქვათ. აი სტუდენტისთვის, ლაზარე, სტუდენტისთვის რას ნიშნავს აი ის კონცეფცია, რომელიც უკვე წავიკითხეთ და ნახეთ მომის. ხო, აი ხა აი ამ დისკურსებში და აი პოლიტიკურ სარჩულებს მიღმა ხო, სულ რა აი ავიღოთ, რომ ეს არის მართლა გულწრფელი რეფორმა, რომელსაც ისინი აკეთებენ. მე მინდა ეს დისკურსი დავანახო საზოგადოებას, რამდენად საერთოდ აცდენილები არიან იმ რეალობას, რომელიც დღეს სტუდენტებს უდგათ და თითქოს ეს ნორმად არის უკვე მიღებული დღევანდელ სახელმწიფოში, რომ კონკრეტული მიმართულებებით რეფორმები კეთდებოდეს ისე, რომ იმ ადამიანებს საერთოდ არაფერს არ ეკითხებოდნენ. ერთი დღე თუ წარმოუდგენიათ მაგალითად გორში მცხოვრები სტუდენტისთვის თბილისში სიარული და სწავლა რას ნიშნავს, როცა საუბრობენ აი ამ დეცენტრალიზაციაზე. ხო, აი რა დღეს გადის ადამიანი, როცა გორიდან უწევს თბილისში ჩამოსვლა, უკან დაბრუნება საღამოს, იქ შემდეგ მუშაობა, თქვათ გასართობ ცენტრში გორის არსებულს, იქ სადღაც უნდა მოასწროს მეცადინეობა, თუ წარმოუდგენიათ საერთოდ მაგალითად როგორი შრომითი პირობები აქვს დღეს სტუდენტებს. ხო, აი ამაზე ამხელა რეფორმაში ერთი სიტყვა არ თქმულა მაგალითად იმაზე, რომ 40 საათიანი სამუშაო განაკვეთი აქვს ყველა სტუდენტს. მე ვხედავ ეს მათთვის რომ სტატისტიკა არის, თქვათ, სტატუს შეჩერებული სტუდენტები. ესენი არიან ჩვენი დები, ჩვენი ძმები, ჩვენი მეგობრები, რომლებიც ქრებიან აუდიტორიებიდან და ქრებიან იმიტომ რომ უბრალოდ ელემენტარული საშუალება არ აქვთ, რომ თუნდაც უნივერსიტეტში მივიდნენ, ჭამონ უნივერსიტეტში, ხო? ანუ ეს საკითხები თითქოს განხილვის საგანი საერთოდ არ არის, რომელიც არის ფუნდამენტია. ჩვენ საუბრობთ დეცენტრალიზაციაზე და გვაუწყდება იქამდე რა არის. ჩვენ გვაუწყდება რომ ეს სტუდენტები მუშაობენ სულ განაკვეთზე
გადაუხვეცდე, ვერ იკლებებიან სრულად, აი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. არ არიან უზრუნველყოფილები საერთო საცხოვრებლით? საერთო საცხოვრებლით. ამას საუბარი ზედმეტია მეოთხე რექტორი მოდის, რომელიც დებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე მაქვს საუბარი. პირობას და აკეთებს მაკეტს საერთო საცხოვრებლით, აი ძლივს ეხლა დაიწყო, ისიც რაღაცა მინიმალურ რაოდენობაზე გათვლილი საერთო ჩვენ 5 წელი ამ თემაზე ვმუშაობდით ჯერ კიდევ რეალურ სივრცეში და სხვათა შორის ამ კონცეფციაში თითქოს გაიჟღერა საერთო საცხოვრებელზე ვიზრუნებთ თვითონ კონცეფცია ამას ამბობს თუმცა ჩვენ ძალიან დიდი ხანი ამ თემაზე ვმუშაობთ და მინდა გითხრათ რომ წინსვლა ამ მიმართულებით ნამდვილად არ მახსენდება. ნუ საერთო საცხოვრებელით ერთი არის იმ პრობლემების შორის რომელიც სტუდენტებს დღეს უდგათ აი ხშირად ჩდება ხოლმე დისკურსი და აი ამ განხილვების იყო რა ევროპაში და ევროპა ეხლა ჩვენ ამ გლობალურ სამყაროში ყოველს ყავს მეგობრები რომლებიც ევროპაში სწავლობენ და ეხლა ვესაუბრებოდი ზუსტად ამის დაანონსების მე რომ ანუ საკანონმდებლო დონეზე რო არის დაკანონებული 20 საათზე მეტი მუშაობა არ შეგიძლია და კერძო ბიზნესს აქვს რეგულაცია რომ სრული განაკვეთით აგინაზღაუროს ხელფასი სტუდენტს. აი ეს არის რატომაც ჩვენ გვინდა ევროპა და აი ეს არის სწორედ ის რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით ამდენი ხანია და ეს ელიტურობა რომლისკენაც კვლავ მიიღწვის ხო დაჯდნენ ესე იგი ახლა 5 ადამიანი და თითქოს ჩვენ ამას ვერ ხვდებით რომ გრიგოლი ულაშვილი მაგალითად რომელიც ამ კომისიის წევრი იყო დღე-დღეზე ან სახელმწიფო კონების მიტაცებისთვის ან გაფლანგვისთვის ან კორუფციისთვის დაიჭერენ და ამ ადამიანმა ეხლა ჩვენ უნდა გადაგვიწყვიტოს ისე რომ არც გკითხოს საერთოდ რა პრობლემები გვაქვს ჩვენ იმის წარმოდგენაც არ გვაქვს რომ ეხლა სტუდენტები უნდა ვიყოთ თქვა ვინც ამ ყველაფერს გავაკეთებთ ხო ამის ამბიცია არ გვაქვს მაგრამ ეს ხო ელემენტარული არის რომ უბრალოდ რაღაცა ეს უბრალოდ დისკურსი მინდა დავანახო რომ აბსოლუტურად არის აცდენილი ყველა იმ ფუნდამენტურ პრობლემას რომელიც დღეს სტუდენტებს უდგათ და სტატისტიკა რომ ამოიღოთ რამდენი ადამიანი აბარებს და რამდენი ამთავრებს აი ეს არის ყველაზე დიდი მაჩვენებელი იმის გითხარი სტატისტიკა ეს იყო დაახლოებით 25% მთელი ჩაბარებულების ან უგრძელდება თავისი სწავლის პერიოდი რამდენიმე წლით ამას კიდე სხვა ბევრი მიზეზი აქვს ან საერთოდ წყვეტს მუშაობას ხო სწავლას მე ჩემ გარშემო ამბობ არ არის რა ეს სტატისტიკა როცა არის ხვებისთვის კიდე ერთხელ უმეორე ესენი არიან ჩვენი მეგობრები და ადამიანები რომლებიც ცხოვრობენ და ეს არის პირადი ტრაგედიები როცა უბრალოდ ხრებიან აუდიტორიები და ხრებიან იმიტომ რომ ელემენტარულად გადარჩნენ იარსებონ აქ ცხოვრებაზე და სწავლაზე არ არის საუბარი განათლების რეფორმაზე რომ საუბრობთ ტვინში სისხლი გვასხამს ხოლმე რომელი განათლების სისტემის რეფორმაზე რომელიც არ არსებობს და ის კერებიც რომლებიც ცდილობენ რომ რაღაცა შექმნან არიან პირველი დარტყმის წერტილები და აი ამ აბსურდულობაში შემდეგ ლოგიკების ძებნა როცა მართლა ფუნდამენტური პრობლემები არსებობს და იმაზე არ ამისაუბროს არის რაღაცა სასაცილო ბოლოს ხო ანუ შეურაცხყოფელი ინტერდისციპლინარულ სწავლებაზე იყო ლაპარაკი და სწორედ თქვენი სტატუსიდან ამოვიკითხეთ რომ ის რაც არის თქვა ევროპაში და ამერიკაში ყველაზე საინტერესო სტუდენტური ცხოვრების დროს ეს მხოლოდ სწავლის პროცესი არ არის ეს არის ურთიერთობები სხვადასხვა ფაკულტეტების სხვადასხვა სტუდენტების მათი ერთობლიობა რაღაც გაცვლა აზრების და აი ეს კონცეფცია რამდენად აძლევს ამის საშუალებას ადამიანებს გარდა იმისა რომ აი სწავლას რომ თავი გავანებოთ უბრალოდ სწავლასაც უნდა შევიხოთ ამ კონტექსტში, იმიტომ რომ ჯერ ერთი უამრავი ინტერდისციპლინური პროგრამა ჩნდება და ეს მით განსაკუთრებით მაგისტრატურის საფეხურზე, აი რაც ჯერ საქართველოს საერთოდ წარმოგვიდგენთ მაგალითად საინჟინრო ფსიქოლოგია, რომელსაც ერთ-ერთი განშტოება აქვს ადამიანის და რობოტის ურთიერთობა და ამის კურსდამთავრებულს დიდი ტექნოლოგიური კომპანიებს ახავთ, რომლებიც მუშაობენ რობოტებზე, იმისთვის რომ სწორი დიზაინი გააკეთონ ამ რობოტის და ქცევის, იმისთვის რომ ადამიანთან სწორი ურთიერთობა ჰქონდეს, ხო? აი ფსიქოლოგია და ინჟინერია. და საერთოდ ყველაფერი იქეთ მიდის, რომ ყველა სფერო ხდება თანკვეთაში კომპიუტერულ მეცნიერებებთან, მონაცემთა ანალიზთან, ხელოვნურ ინტელექტთან და მათ შორის ინჟინერიასთან. ეხლა წარმოვიდგინოთ, მაგალითად ძალიან მოხერხებული ამერიკაშიც და ევროპაში ცდილობენ, რომ სტუდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვანაირია და აქვს, მაგრამ ამერიკაში ცალსახად ესეა, რომ ცდილობენ, რომ სტუდენტს შეეძლოს არჩევა მრავალფეროვანი საგნების თავისი დარგობრივი საგნების გარდა, მას შეეძლოს მრავალფეროვანი საგნების არჩევა და ჯერტი წახალისებულია ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მაგალითად საინჟინრო პროგრამის სტუდენტები რაღაცებს სწავლობენ ამას ზოგადი ისინი ქვია general education-ის საგნებს სწავლობენ მეცნიერების და ხელოვნების ან რაღაც ხელოვნების arts and science მიდან
სკოლიდან. ანუ ინტერდისციპლინარობა აქ საერთოდ დაირღვევა. როგორ უნდა განახორციელოს? როცა იქნება იმ საწყისში, მithumetes როგორ უნდა გააკეთონ, მაგალითად მაინორები როგორ უნდა დანერგონ. ხო, ვიღაცა რო აკეთებს თქვა კომპიუტერულ ინჟინერიაში და ბიოქიმიაში რო აკეთებს მაინორს, თუ ბიოქიმია იქნება TSU-ში და სავარაუდოდ და კომპიუტერული ინჟინერია იქნება ტექნიკურ უნივერსიტეტში. არა, ქუთაისის თავისი აქ ერთი ქალაქი ერთი, ანუ მათი ეს ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი როგორც მე ინტერვიუში ახსნა, რომ ერთ ქალაქში ორ უნივერსიტეტს არ უნდა ქონდეს, ანუ ერთ ქალაქში არ უნდა იყოს დუბლირება, რა. ანუ მეორე პროფესიებზეა საუბარი. აი ამაზე არის ლაპარაკი. ესე იგი პოლიტიკის მეცნიერი არ უნდა იცნობდეს მაგალითად საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტ, რომელიც სხვა ქალაქში ზის სტუდენტობის დროს. ინოვაციებზე ვილაპარაკოთ, ხო? ინოვაციები სხვა აი ამ თანაკვეთებით ხდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაციები ჩნდება აი ამ თანაკვეთებით და რო გვინდა ეს რო ვიზახით ცოდნის ეკონომიკა და რო ვიზახით რომ მეცნიერების კომერციალიზაცია როგორ უნდა მოხდეს. თუ ინტერდისციპლინარული კვლევები ვერ განვითარდება, თუ ერთი და იგივე უნივერსიტეტში, აი ილიას უნივერსიტეტში მე როცა მუშაობდი, ძალიან ბევრი კვლევა იყო კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის და მაგალითად ლინგვისტიკის პროგრამის ერთობლიობით, კომპიუტერული ინჟინერიის და ბიოქიმიის პროგრამების მეცნიერების ერთობლიობით, ხო? ეს როგორ მოხდება ეს ყველაფერი? ანუ ხას უსვამთ, ხო? და ეს არის ძალიან ანუ ინტერდისციპლინარობის კუთხით, რომლისგანაც მიდის მსოფლიო. ეს პირიქით უკან ძალიან უკან დახეული ნაბიჯია. ეს არის ფაქტობრივად რაღაცნაირად არის საბჭოთა ხო, არა, იმიტომ ეს 21 საუკუნის საბჭოთა მოდელი. არა, იმიტომ შექმნილია კონტროლისთვის. უარესია კიდევ. საბჭოთა კავშირში მაგალითად რა ქვია, იმაში ტექნიკურ უნივერსიტეტშიც იყო არქიტექტურის მიმართულება და იყო სამხატვროშიც, ხო? ეგ პრინციპი რომ მაინდა-მაინც ერთ უნივერსიტეტში უნდა ყოფილიყო, ესეც კი არ იყო. ისე როგორც ქიმია იყო ტექნიკურ უნივერსიტეტშიც იყო. იყო სამედიცინოზეც. სამედიცინოზე არ ვიცი, მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო ნამდვილად, ხო? ანუ ეგ პრინციპი სრულიად ახალია. სამედიცინოზე საგნად იყო პროფესია. ქიმიკოსი ვერ გახდებოდი, ხო? მაგრამ ეს პრინციპი რაღაცა სრულიად ახალი არის და ისეთი რომელიც მე მგონი არსად არ არსებობს გარდა კობახიძის რაღაც წარმოდგენაში. მაგრამ თვითონ აი ახლა საბჭოთა ის რო წარმოედგინათ პრობლემა რა იყო, რის გამეორებასაც ეხლა ცდილობენ. თუ ამბობ რომ მაგალითად ილიას ანუ ერთ-ერთი რაც ითქვა იყო ის რომ აი ტრადიციულად სადაც ვითარდებოდაო ეს დარგები იმ უნივერსიტეტებში უნდა დავაბრუნოთ. აი თქვათ ისტორიის პროგრამა წაიღე ილიადან, თქვათ ფილოლოგია წაიღე ილიადან უცხოენებს. არა, უცხოენები ის პედაგოგიური იყო სინამდვილეში. უცხოენები იყო TSU-ში, იყო მაშინ სწავლობდი დასავლეთ ევროპის TSU-ში ყველაფერი ხო და მაშინ მოკლედ თუ ილიაში რჩება მხოლოდ პედაგოგიური მიმართულება, პრობლემა ხდება ის, რაც იყო საბჭოთა კავშირში. ანუ ილიას უნივერსიტეტის ნაცვლად საბჭოთა კავშირში არსებობდა პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. რა ვიცი, ვინმეს გახსოვთ, რას ეძახდნენ ამას? ამას ეძახდნენ ნუცას სკოლას. რატო ეძახდნენ ნუცას სკოლას? იმიტომ რომ აქ ითვლებოდა რომ მეცნიერება რეალურად ამ უნივერსიტეტში არ არის პრიორიტეტული, კი იყვნენ მეცნიერები, რომლებიც რაღაცებს იკვლევდნენ, მაგრამ ცოდნის წარმოება და ცოდნის გადაცემა არ იყო ერთი და იგივე უნივერსიტეტში. ანუ ეხლა გვეუბნებიან რომ მოდი ცოდნის წარმოება გადავიტანოთ მაგალითად ისტორიის მიმართულებით TSU-ში და ისტორიის მასწავლებელი მომზადოთ აქ. და ეგ პრობლემა იყო, რომ შეუძლებელია რომ ესე გაყო უნივერსიტეტები და აქ მხოლოდ პედაგოგიკის მეცნიერებები ან განათლების მეცნიერებები იყოს და იქ იყოს მაგალითად რა ვიცი საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მე ამან მომამზადეს იმ უნივერსიტეტში ნაწარმოები ცოდნით რაღაც. ამიტომ ეს ინტერდისციპლინურობა აი მაგალითად ამაში ჩანს ყველაზე კარგად რომ არ შეიძლება განათლების პროგრამა მოწყვიტო ფუნდამენტური მეცნიერებების პროგრამას, იმიტომ რომ ესენი ერთმანეთისგან იკვებებიან, ხო? მეორე ასწავლის, მეორე გადაცემს ამ ცოდნას და ასწავლის კიდე ამის სწავლებას. და თავი რომ დავანებოთ ეს რაღაც რთულ რაღაცებს, აი უბრალოდ ლაბორატორიების წაღება და გადმოტანა როგორ წარმოუდგენიათ. ლაბორატორიის აწყობა სჭირდება წლები. თვითონ ახლა აი სამისი ზოოლოგიანის იმაზე კომისიაზე მაგას ყვებოდნენ, რომ აი ლაბორატორიის გადატანა მოგვიწია და ახლა რაღაც დაიკარგა, რაღაცა სარდაფში მოგვიწია, დღემდე იგდევს რაღაცა. ანუ იმას იმეორებენ, რასაც თვითონ მებწოდნენ, ხო? ანუ რეალურად ეხლა როცა ამ უნივერსიტეტების დეცენტრალიზაციაზე არის ლაპარაკი, ხო? აი რა ლაზარე ლაპარაკობდა. სად არის მეტი ის რომ დასაქმების პერსპექტივა სტუდენტისთვის თბილისში თუ ქუთაისში, თბილისში თუ იმაში რუსთავში, ხო? ანუ ადამიანებს ეუბნები რომ შენ ისეაც გიჭირს, ვერ იხდი შენ სწავლის გადასახადს, ვიცი რომ მუშაობ და ეხლა წადი და იმუშავე სხვა ქალაქში. და იქ ვერ იმუშავებს, ანუ ქალაქში საიდანაც ჩამოდიან თბილისში ისე უძვირდება, ხო? ანუ სტუდენტის პერსპექტივიდან შევხედოთ, ხო? ანუ მე მიძვირდება ცხოვრება, იმიტომ რომ იქ დასაქმების შესაძლებლობა ნაკლებია, ბინის შოვნის პერსპექტივა ნაკლებია. მე რუსთავში, ეხლა სინამდვილეში რის გაკეთება უნდათ?
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტის და ილიას უნივერსიტეტის უმეტესობა მიმართულების გადატანა უნდათ რუსთავში და აქ უნდათ რომ გაყიდონ შენობები, მაგალითად იმისთვის რომ ჭავჭავაძეზე ააშენონ სათამჯერნები. ეს პირდაპირ თქვა კობახიძემ რომ გავყიდით თო შენობებს. ისტორიული ფიზკულტურის ინსტიტუტის შენობა, რომელიც დაანგრიეს, მათ კარის ბიზნესს მიცეს და თბილისში ყველაზე მაღალი სახელმწიფო. მაგრამ ეხლა წარმოგიდგენთ, მარტო სტუდენტები კი არ უნდა გადაიყვანო იქ. ანუ არსებულ სტუდენტებს ხარ შევეხებით ო სხვებს მომავალ სტუდენტებს, მაგრამ კაი, თქვა მომავალ სტუდენტებს კი არ გადაიყვანო, უმეტესობას რომელიც თბილისში სწავლობს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბარებს და ილიაში აბარებს და ფეხით სასიარულო მანძილზე დადის უნივერსიტეტში. აი ესენი უნდა გადაიყვანო იქ და კიდე პროფესორები უნდა გადაიყვანო იქ და ეს უბრალოდ აი ვიკითხოთ რა საცხოვრობს ეს პროფესორი ხო იმიტომ რომ მოცანა ეს არის რომ უნდა გააკონტროლოს და უნდა გაასუფთავოს ქალაქი ურჩი პოტენციური პროფესორებისგან და სტუდენტებისგან ეს არის ამოცანა და არაკანონების ხარისხი თან როცა ფუნდამენტი გაქვს ანუ ეს მოხდა თავის დროზე კარგად მოხდა თუ ცუდად მოხდა უნივერსიტეტებს აქვს თავისი განსახლება პროფესორები ძირითადად ამ უნივერსიტეტების გარშემო ცხოვრობენ და შეიძლება ამის გაუმჯობესებაზე ისაუბრო მაგრამ აი ისე ვის ხო ანგრევ ყიდი შენობას ეს გვინახავს რამდენჯერ ხა წინა ხელისუფლების დროსაც იქაც იყო ძალიან ბევრი პრობლემა ხო და ანგრევ ასხვისებ კერძო ბიზნესზე და მე რაღაცა ისევ თავისუფალი ბაზრის თუ ბაზრის ინტერესებს უქმდებოდა სად უნდა ერთ რაღაც თქმა მინდა რომ თქვათ აი ბაზარზე დასაქმების მიხედვით რა მოთხოვნები აქვს დღეს ბაზარს ხო აი რამდენმა ადამიანმა უნდა ვისწავლოთ სერვისის ტურიზმის და რაღაცა აი ამ მარტივი სფეროების გარშემო. ხო, აი ფუნდამენტური მეცნიერები შეგვიძლია ვნახოთ 13 წელია ხელისუფლებაში არის ფიზიკის ინსტიტუტის შენობა. ყველა ჯერზე როცა გავივლი, მგონია რომ ჩამოინგრევა სადაცა. არ ყავს გეოლოგები, მე რამდენი წელია გეოლოგიის ინსტიტუტი. უდიდესი დეფიციტია არაერთი ფუნდამენტური მეცნიერები და ხედავთ რომ მეწყერ საშიშ და კავკასიონის მთების რომელზეც ყინულის დნობის პროცესში ვართ და არც ერთი გეოლოგი ქვეყანაში არ ყავს, ერთი ყავდა და ისიც გააქციეს, ხო? ანუ და გვესაუბრებიან რომ თავისუფალ ბაზართან რაღაცა უნდა იმის მიხედვით შეირჩეს და რაც თქვენ ახსენეთ ლიკა ხო ამა რო გაგვაჩნდეს რაღაცა სტრატეგიული ხედვა როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ რომ კი ტექნიკურ უნივერსიტეტთან ითანამშრომლო სახელმწიფო და მჭირდება 200 ინჟინერი 10 წელიწადში ხო იმიტომ რომ მე მექნება ახალი ჰესი ან მექნება ტექნოლოგიური რაღაცა ჰაბი და საუბრობენ ჰაერზე ხო ანუ რისთვის აქ აღნიშნოთ რომ ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველ წელს უშვებს 400 სამოქალაქო ინჟინერს 400 სამოქალაქო ინჟინერს და არც ერთი ინფრასტრუქტურული დიდი მსხვილი პროექტი აი ეს გზების გაყვანა და ეს გვირავება არც ერთი ქართველი არ არის ქართველებისთვის უფრო მეტიც ის ჩინური და თურქული კომპანიები რომ მოდიან ამ კურსდამთავრებული ეს კურსდამთავრებული არ აყავთ ანუ 400 სამოქალაქო ინჟინერი უზარმაზარი თუნდაც პრაქტიკებზე ხო რიცხვია და ტექნიკური უნივერსიტეტი აი ესეც როგორი ის არის ხო ნიშანდობლივი არავინ არ საუბრობს ტექნიკურ უნივერსიტეტზე და თქვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ესეთი მაგალითი მსოფლიოში იქნება იშვიათი. ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტები უბრალოდ არ დადიან. შენ შეიძლება 4 წელი ისწავლო და დაამთავრო ტექნიკური უნივერსიტეტი ისე და ეხლა ნუ რა ვინ დაიბრმავეს თვალებს ბოლო ამ ქალაქში ცხოვრობ. და ათობით მაგალითის მოყვანა შეუძლია თითოეულ მოქალაქეს ისე ამთავრებენ რომ ნამყოფები არ არის. დაამთავრებენ როგორ ფაკულტეტებს ხო რაც თქვენ ახსენეთ. რომ ესე იგი ჩვენ თუ ამდენი გეოინჟინერი და ჰიდროინჟინერი ყავს და ის ყავს ჩვენ უნდა ვიყოთ ეხლა მართლა რეგიონალური ჰაბი. ყველა უმაღლესი სასწავლებლის რექტორს აი პირდაპირ ეთერში და ვთხოვო პირდაპირ ჩვენ ამ თემას გავაგზავნებთ აუცილებლად გვექნება ეთერები სწორად მიზანმიმართულად განათლების ამ ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით ჩვენ ხსნით ეთერს მათთვის მობძანდნენ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები თავიანთი სურვილები როგორ წარმოუდგენიათ ამ კონცეფციის თქვათ უფრო დახვეწა ისე რომ ეს სტუდენტისთვისაც იყოს გაცილებით უფრო ხელსაყრელი და თავისთავად ცხადია პროფესორ მასწავლებლებისთვის. კარგი იქნებოდა დებატებიც გვექნება. დებატები რა თქმა უნდა ჩვენ ძალიან წუხართ რომ დებატებს მოკლებულები ვართ. გამორიცხულია უბრალოდ აი დებატები არის რომ ვინმე გაიმარჯოს უბრალოდ რაღაც ხაზზე მივიდა. სწორად განვიხილოთ. თავისთავად ცხადია საჯარო განხილვას გულისხმობთ ახლა დებატების კი იმიტომ რომ და აი ხო რაღაც იმაზე ვლაპარაკობთ კიდე ამის თვითონ თავის მომხრეებს პროფესორებს კითხეს აზრი აი მაგალითად თუ ვთქვათ ახლა არ ვიცით როგორ განაწილდება მაგრამ ვთქვათ ეს ტრადიციულად რასაც ამბობენ ხო საინჟინრო წავა იმაში ტექნიკურ უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებებმა რო აბეტი მიიღო და ელექტროინჟინერიამ თსუ-ში უნდა იმ ხალხს
ტექნიკურ უნივერსიტეტში გადასვლა, თუ უცხოენები ან თუნდაც მასწავლებლის მომზადების პროგრამები თუ ილიაში იქნება, ამ პროფესორას უნდა აქეთ სჭირდება ეს უკვე იერარქიულად დალაგებული რაღაცა ის რო არის, რა ქვია, აი ამ პროფესორებს შორის რაღაცა ისინი ხო არის თავისი კარიერული გზა აქვთ, იციან რომ შემდეგ ისტორია ეს ესეთი შერწყმები მზად არიან ამ შერწყმებისთვის, ან როდესაც არ იქნება, შემცირება იქნება. ალბათ შემცირება იყოს, შეიძლება შემცირება იყოს, მაგრამ ანუ სადაც უნდა და ხა მთლიანად ილიას პროფესორას ხო ეგ ტრაგედია რომ შერწყმა არ იქნება, თორე შერწყმას კიდე გადავიდა. მაგრამ მაშინ კიდევ უარესი ანუ ეს ნიშნავს რომ TSO-ს კომპიუტერული მეცნიერების პროფესორებს სახლში გაუშვებენ. გასაკვირველია მაგას ნიშნავს, ხალხო დავთვალოთ ეს ამბავი, ითქვა ძალიან გარკვევით რომ ერთ ქალაქში უნდა იყოს ერთი ფაკულტეტი, წერტილი. ხო და ისინი მზადარიან იქნება ერთი. ოღონდ სახელმწიფოში და სტუდენტს ვისაც უნდა რომ ჩააბაროს სამართალზე, არჩევანი კი არ ექნება სახელმწიფოებს შორის. ილიას ჩააბაროს თუ იმაში TSO-ში ჩააბაროს. არამედ მოუწევს ან TSO-ში ან კერძოში. კერძო რომელიც გაძვირდება და გაძვირდება ერთი არის. ხარისხზე როცა ვლაპარაკობთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხარისხი ამ ქვეყანაში აწია კონკურენცია. ყველგან ამ სოფლიოში შენ როგორც კი ერთ უნივერსიტეტსა ძალიან მშვიდად იქნები რომ ამ ქალაქის ყველა ის შენთან, იმიტომ რომ კერძოში იმიტომ არ წავრო, კერძოში გრანტი არ ექნება. ანუ მარტო დიდერები წავლენ კერძოში, გრანტი არ ექნება, ხო, თვითონ ისა. აქ მოვა, ანუ კარგი სტუდენტი ეცდება რომ და რომელსაც არ აქვს დიდი შეძლება, ხო? ეცდება რომ სახელმწიფოში მოვიდეს და შენ გაქვს პროგრამა, რომელსაც კონკურენცია არ აქვს და იქნები გაცილებით უფრო მშვიდად. მით უმეტეს თუ აი ამ კავშირებს მოგიხსნიან, ეკარის წევრი არ იქნები, ეკარის წევრი არ იქნები და თავისთავად ამ კონცეფციის განხორციელების შესახებ გამორიცხულია ლიკა, ხო? მე თანხმობ გამაშო გამორიცხულია რომელიმე ევროპული ორგანიზაციის წევრად დავრჩეთ. ეს ხო მთლიანად მოშლის ქვეყნის ეკონომიკასაც ფაქტიურად მოშლის რა თქმა უნდა. აი როცა საქმე კიდე არის 25% ინტელექტუალური ძალის გასულია. მთლიანად და კიდევაც ეთყობა ახლა რუსეთის სანქციებთან ერთად რაც შეიძლება. თავარ პარალელს რასაც მე ხო ხედავ, აი იმ წყობაში რომელიც ყველაზე არაელიტარული უნდა ყოფილიყო. უმაღლესი განათლების მიღება იყო ყველაზე ელიტური საქმე და ეს გადმოყვა დღემდე რომ აი ოღონდ დიპლომი ქონდეს ადამიანს, ხო? აი ეს ელიტურობა იკვეთება ისევ რომ გახდება რა, გაძვირდება კერძო უნივერსიტეტი, რაც თქვით, შეიზღუდება ადგილები სახელმწიფო უნივერსიტეტში. რა თქმა უნდა, თუ არ არის საჭიროება რომ ამდენი სტუდენტი ქვეყანაში იყოს და ჩვენ ამას ხედავთ, ეს ასე არ უნდა იყოს. მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს იმის ხარჯზე, რომ ყველაზე უპოვარი კლასი, ხო, დაბალი კლასი და საშუალო კლასი გაირიყოს, ესე იგი, უნივერსიტეტებიდან, ისინი არ უზრუნველყოფენ ინკლუზიურობას, ვერ უზრუნველყოფენ, იმიტომ რომ დისბალანსი თქვათ რეგიონში და პერიფერიაში მცხოვრებ მოსწავლეს სკოლის და თუნდაც თბილისის ცენტრში მცხოვრებს შორის არის ძალიან დიდი. და აი ამის აღმოფხვაზე არც ერთი ნაბიჯი და სიტყვა ამ რეფორმის ფარგლებში არ არის. მეტიც ახლა უარესი უცებ დავამატებ ამას. ბევრად უარესი გახდება, იმიტომ რომ ესენი რას ამბობენ, რომ 11 წელზე დავიყვანთ საჯარო სკოლებსო და ვერ შეეხებიან ვერც ერთ კერძო სკოლას, იმიტომ რომ იქ არის IB პროგრამები, იქ არის Cambridge პროგრამები, იქ არის American High School პროგრამები, ხო? და ესენი ვერაფერს შეამცირებენ. ანუ გამოვა რომ ის მშობელი, რომელსაც აქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა, გაცილებით უკეთეს განათლებას ისედაც უკეთესია კერძო ბევრი კერძო სკოლა. და ეს საზოგადოებაში საკმაოდ დიდ დისბალანსს გამოიწვევს, რაც თავისთავად აქ 11 წელს ისწავლის სკოლაში და იქ 12 წელს. შემდეგ ეს ელიტური უბნები, ეს ელიტური კლასი, რომელიც შეიქმნა დარჩა დღემდე, ხო, იმიტომ რომ ეს იყო სრულიად არაინკლუზიური. ლიკა, მე გაგაწყვეტინე სამედიცინო უნივერსიტეტთან დაკავშირებით, აი უცხოელის. ვთქვათ, იმიტომ რომ სამედიცინო სასწავლებლების თემა არის ძალიან პრინციპული საკითხი და პირდაპირ მასშია იმ აკრძალვასთან, რომელიც დაანონსა ყობახიძემ, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ანუ სახელმწიფო უნივერსიტეტებს აეკრძალებათ უცხოელი სტუდენტების მიღება. უცხოელი სტუდენტები მოგწონს ეს თუ არა, არსებული განათლების დაფინანსების სისტემის პირობებში არის უნივერსიტეტების გადარჩენის საშუალება. ძალიან ბევრი უნივერსიტეტი იმიტომ ხსნის ინგლისურენოვან სამედიცინო პროგრამას, რომ სწორედაც მოიწვიოს ეს ხალხი, რომლებიც ფათაშორის ჩვენი შრომის ბაზრისთვის არანაირი საშიშროებას არ ქმნიან, იმიტომ რომ არც ერთი ინდოელი სტუდენტი აქ არ დარჩენილა და ექიმების სამუშაო ადგილი არავისთვის, არც ერთი ქართველისთვის არ წაურთმევია, ეს უნდა ვთქვათ აუცილებლად, და რომელსაც შემოაქვთ უამრავი თანხა, მილიონობით ლარის და დოლარის ტრიალზე. და არა მხოლოდ უნივერსიტეტში. რასაც მთელი ქვეყნის ეკონომიკისთვის და ეს ფაკულტეტები არის მერე დოტაციური, ანუ აძლევენ თანხას, არასწორად თქვი, ანუ ეს დონორი ფაკულტეტები გამოდის სხვა ფაკულტეტების შესანახად, ხო? ეს არსებული დაფინანსების სისტემა იდეალური არ არის, მაგრამ რასაც გვთავაზობენ, ის ბევრად უფრო უარესი არის. ანუ იმის მაგივრად, რომ შენ გაზარდო განათლების დაფინანსება და ეს არსებული სიტუაცია, უცხოელი სტუდენტების მზარდი რაოდენობა სწორედ მედიცინის ფაკულტეტზე გამოიყენო პლუსად, მიაბა ეს შენი სამედიცინო სერვისების ზრდას, მიაბა ეს ბიოფარმაკოლოგიური მრეწველობის ზრდას, ამხელა ინდოეთი გექნება გასაღების ბაზრად, იმიტომ რომ ჩვენსგან ეს სტუდენტები რომ მიდიან, კავშირებს კარგავთ,
რატო როცა 5 წელი ჩემთან სწავლობს 30000 ინდოელი სტუდენტი, მე ხო შემიძლია იმას ძალიან ბევრი ბიზნეს იდეა გავაყოლოთ თან და ეს მაგრამ ამაზე არავინ არ ფიქრობს. ამაზე 2021 წელს ქონდა ჩვენ ჯერ კიდევ სამინისტროსთან საუბარი. იმიტომ რომ მაშინ რომ დავთვალეთ სამედიცინო აკრედიტირებული ინგლისურენოვანი პროგრამების რაოდენობა 20-ზე მეტი იყო. ეხლა იგივე რაოდენობაა 24, 23 გააჩნია, შეიძლება კიდე დაემატოს, ხო? ეს უზარმაზარი რესურსი არის, რომელთანაც საჭიროა ძალიან ჭკვიანური მუშაობა. აკრძალვა ყველაზე მარტივი არის. აკრძალავენ თუ არა ეს ნიშნავს, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს აკოტრებენ უბრალოდ. პირდაპირ მნიშვნელობით აკოტრებენ. თბილისი დაკარგავს, ქუთაისი დაკარგავს. სამედიცინოს არა უკრძალავენ. აქ არის ერთად ფულის გადანაწილების ამბავი, იმიტომ რომ მართლა ძალიან ძალიან სერიოზული ქართული პოლიტიკა ჩაერთვება ეხლა და ეხლა იქნება ძალიან სერიოზული ვაჭრობა. ქუთაის დაემატა სამედიცინო. ეს არის ძველი ამბავი რა, რომ ქუთაის დაემატა სამედიცინო. და ეს სტუდენტები საერთაშორისო და ეს სტუდენტები იქეთ უნდა გადასულიყო. ჩვენ რა თქმა უნდა აქ კიდევ ერთხელ დავაანონსებ, რომ ამ თემას გავყვებით ბოლომდე, სანამ გავიგებთ ბოლო-ბოლო რაში გარდა იქნება ეს კონცეფცია და იმედი მაქვს, რომ სპეციალისტები იქნებით ჩართულები, მაგრამ აი ეს სხვა შორის დღეს ვაკვირდებოდი სოციალურ ქსელში, დღეს გუშინ აი ამ დღეებში და ნუ რა თქმა უნდა გარკვეული წრე ამ ყველაფერს რომ ევროპული განათლება რაში გვჭირდება, რომ ჩვენ შეგვიძლია რა თქვიდა 12 კლასი, 11 კლასიც საკმარისი. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, საიდან მოდის ეს იდეოლოგიური ნარატივები? ორი თემა არის, ანუ მე მგონია რომ ორი ამოცანა არის. ერთი ეს არის კონტროლი და მეორე ეს არის ეკონომია. კონტროლი რატო უნდა ამ ავტორიტარულ რეჟიმში გასაგები? არის, კაცო, ეკონომია სახელმწიფო ფულის, მაგრამ პირადი მოგება. ანუ იმ სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან ამ უცხოელ სტუდენტებს გადაამისამართებენ ან ბიზნეს უნივერსიტეტში ქუთაისში, ან გადაამისამართებენ კერძო უნივერსიტეტებში. კერძო უნივერსიტეტები, აი ეხლა უბრალოდ ძალიან მარტივი მაგალითი, განათლების მინისტრი უცებ აღმოჩნდა კერძო უნივერსიტეტში, რომელიც მის დროს გაიყიდა. და უცებ სხვა ფლობელთან გადავიდა და ეს გიორგი ამილახვარი უცებ აღმოჩნდა რომ იმ უნივერსიტეტში არის. და ეხლა ძალიან საინტერესოა, ხო? ეს ყველაფერი, აი მაგალითად ილიას უნივერსიტეტს რო აუგზავნო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რო აუგზავნო და კიდე სხვა უნივერსიტეტს რო აუგზავნო, რო ყავდეს უცხოელი სტუდენტები, საიდანაც მილიონობით კი არა, ასობით მილიონობით უფრო მეტი თანხა შედის ვიდრე ქართველი სტუდენტები. ვიდრე სახელმწიფო იხდის საერთოდ განათლებაში. და ეს ფული საწავა ამ ხალხთან, ვინც მერე წილში უждდება თავის უნივერსიტეტს. ის ფული რომელიც შენობების გაყიდვით ესე იგი მიიღებენ. აი სახელმწიფო კი არ მიიღებს ხოლმე პირდაპირ. მე ის ნოშიკო ნამორაძე მე პარტიის შემომწირველია და ქართულ ოცნებას აფინანსებს. ანუ უნივერსიტეტი უნდა გავყიდოთ იმისთვის, რომ პარტიას კონდეს ფული. ანუ საერთოდ რეპრესიები კიდე ეს ეხლა კი არ იწყება ამ ახალი რეფორმით. ეს დაწყებულია ბოლო 2 წელია, მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღარ უფორმებენ კონტრაქტებს მოწვეულ ლექტორებს, რომლებიც პროტესტში მონაწილეობდნენ. და ეხლა უბრალოდ ფორმალიზება უნდა ამ ყველაფრის, ხო? აი მაგალითად მე კერძო უნივერსიტეტები ვიცი, სადაც პროფესორს უხდიან ხელფას, მაგრამ არ აძლევენ ლექციებს იმისთვის, რომ სტუდენტთან არ ქონდეს შეხება, იმიტომ რომ ეს პროფესორი შემჩნეულია იმაში, რომ აგრეთიკებს თავრობას და ამ უნივერსიტეტის ფლობელი არის ქართული ოცნების ერთ-ერთი აქტიური წევრი და მომხრე კი არა, საერთოდ მერი იყო ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის. და ესეთ უნივერსიტეტებში უცებ ირკვევა ხოლმე, შენ აღარ ჭირდები. მე რა შენი პროგრამა დაწერე, მე რა ის კურსი დაწერე. რაღაც უცებ აღმოჩნდება, რომ შენერი ხალხი აღარ ჭირდება და ეს პროცესია დაწყებული, ეს პროცესი ეხა პირველი ნაბიჯია. ანუ რეპრესია ესე რომ დაიწყება, შემდეგი ნაბიჯი იქნება, რომ პროფესორებს ეთქვია, რომ შენ უნდა გაწევრიანდე ქართულ ოცნებაში. ანუ პარტიის წევრი უნდა გახდე. ანუ გავლილი გვაქვს ჩვენ ეს 20-იან წლების ამბებზე მე ხე მივყვებით რა და 30-იან წლებში უკვე მოთხოვნა იქნება, რომ ვინც არ არის პარტიის წევრი, ვინც პირდაპირ არ ამბობს, რომ პარტია არის დიადი და ნათელი და იქ ვინც არ გამოკიდებს კიდე ბერიას იმას სურათს ფასადზე, ის უნივერსიტეტები ვერ გადარჩება. ამაზეა ახლა ლაპარაკი. ანუ ჩვენ ძალიან დიდ ფსონს გვიყენებს ეს ხელისუფლება, რომ ან მომცემთ უფლებას, რომ ყველაფერი გავაკეთო, ანუ საერთოდ ყველა ინსტიტუტი, დამოუკიდებელი ინსტიტუტი გავანადგურო, ან რა ვიცი, იმ რექტორებს ვინც დავამატო უცებ იდეოლოგიას მინდა რომ და აი რასაც ამბობდით, რომ საიდან მოდის ეს იდეოლოგია და ეს რომ გავცელდა, რომ რა საჭიროა მე-12 კლასი არ დადიან მაინც ბავშვები, ჯერ წარმოუდგენელია თუ მასწავლებელი ამბობს, რომ მის სკოლაში მე-12 კლასში ბავშვები არ დადიან და ის დიპლომს ეს სკოლა იძლევა ამ სკოლას ავტორიზაციის, ეს არის დანაშაული და ამ სკოლას ავტორიზაციის რისკი ექნება, ანუ უნდა გაუქმდეს ავტორიზაცია, სანამ არ გამოასწორებს ამ მდგომარეობას. მაგრამ მეორე ამბავია, რომ აი ამ სპეციალურად ეს პირდაპირ მესიჯ ბოქსებია, მაგრამ არ მუშაობს, იმიტომ რომ ისეთმა მასწავლებლებმა დაიწყეს წერა, არასდროს პოლიტიკაზე რო არ დაუწერიათ, ისეთი დირექტორები გაბრაზდნენ ამ 11 კლასზე, რომლებიც ოცნების მომხრეები იყვნენ ფორმალურად მაინც, ისეთმა მშობლებმა მომწერეს, რომ
რომელიც საერთოდ არასდროს ჩემს სტატუსებს არ ეხმაურებოდნენ და ის სტატუსი, რომელზეც დავწერე, რომელშიც აღწერე, რატომ არის ეს პრობლემა, რომ საერთოდ ამას ახსენებთ თქვენ, რომ 12 კლასში ბავშვი და ეს რას გამოიწვევს, ის გავარდა საოცრ. ნახევარი ახლა რომ შევამწვე დღეს 9 მილიონი ნახვა. ესე იგი ეს ნიშნავს, რომ ამ ხალხს ძალიან აწუხებს, ეს ნიშნავს, რომ ამ ხალხისთვის ეს არის მტკივნეული და ის იმ იდეოლოგიურ ამ ქოცების მას რა ქვია ტროლების მესიჯებს არ აყვა. ის რომ ეს ემიგრაცია შემცირდება და ის რომ ჩვენ არ გვჭირდება ევროპაში გასწავლა და რაღაც არ აყვა. ხო, აი რა შანსებს კარგავენ აი ეს გვინდა ძალიან უკმაყოფილოა ეს ხალხი. აი ამ შანსების დაკარგვაზე აუცილებლად გეუბნება სტუდენტს დღევანდელი რეფორმა და პრემიერ პირდაპირ ამბობს ხო რომ ჩვენ გვინდა მიგრაცია შევამციროთ და უბრალოდ აგიგზავნოთ გასვლას ქვეყნიდან სასწავლებლად. ხო ან ისე შეგიზღუდავთ რომ რაც შეიძლება ნაკლები გაქვთ და აი შევამცირეთ მიგრაცია. ანუ იმის ნაცვლად რომ მეუბნებოდეს რომ აქ შეგიქმნია აი ამას, აქ შეგიქმნია ამას, აი ამიტომ უნდა დაარჩე მე დაგასაქმება, არა. ჩვენ შევამცირებთ მიგრაციას, ოღონდ უბრალოდ ვერ გახვალ ქვეყნიდან სასწავლებლად, მაგრამ აი აქ უნდა გავიხსენოთ რომ ესე იგი ჩვენ დაბალი კლასის წარმომადგენლები, საშუალო კლასის წარმომადგენლები, ჩვენთვის არ უნდა იყოს ეს, მაგრამ აი მათი შვილები, რომელთაც არანაირი რაღაც აგრესია არ მაქვს, პირიქით ღმერთმა გაუმარჯოთ, კარგად ისწავლონ და გამოადგნენ ქვეყანას. ისინი იქ უნდა სწავლდნენ, მე-12 კლასს უნდა გადიოდნენ IB პროგრამებში, რომლიდანაც პირდაპირ მიღებულები იქნებიან ბაკალავრზე და 25-20,000 და რაჯდება ეს, რომ მე-12 კლასი გაატარო, ჩემზე კარგად იციან აქ ვინც ხედა. ყველა მათი შვილის საუკეთესოდ იციან რა არის კარგი რეალურად. უბრალოდ არავის არ ჭირდება განათლება და ერთი დანიშნულოვანი იყო ეს აუცილებლად უნდა ვთქვა რომ თითქოს ეს ადამიანები ვინც მიდიან მე აქ არ ბრუნდებიან რა. მე შემიძლია ეხლა სახელობით და გვარობით თქვა დაბრუნებული ადამიანი რომელმაც აქ ვერიშოვა სამსახური მე უწევდა რომ სკოლარშიფების შევსებაში დახმარებოდა ბავშვებს და ამით გაეტანა თავი და მესამე ქვეყანას იცვლის ეხლა სადაც სოფლიო ბანკის წარმომადგენელია და სამი ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტი აწყო და აქ ფინანსთა სამინისტროში ვერ დაიწყო მუშაობა იმიტომ რომ ეს ვიღაცის ბიძაშვილი და მამიდაშვილი პირდაპირ უნდა ითქვას ხო რაღაცები აი ამ დისკურსებში შევდივართ და მე გვავიწყდება რამხილა ფასადში ვცხოვრობ წლებია ხო ანუ რა მე ვხედავ უმაღლეს თანამდებობაზე დანიშნულ ადამიანებს სპორტს იმიტომ დავანებე თავი რაღაც მომენტში რომ მინდოდა რომ რაღაც ეტაპზე პოლიტიკაში შევსულიყავი და წარმატებებს მიმეღწია და თურმე მეთამაშა ის სპორტი იმიტომ რომ ვინც ვინმე რაღაცა ჭიდავა და გოლი გაიტანა ის არ არის ეგეც არ არის პრობლემა თუ შენ კარიერას და ამთავრებ და მე შესაბამის განათლებას მიიღებ ვინოხერი პირიქით დიდი გამოსცემს ჩვენ ხედავთ რომ ფეხბურთის ფედერაციაში ვერ დანიშნულ პრეზიდენტს მე და ქვეყნის პრეზიდენტს ერთი რაღაც უბრალოდ მინდა დავამატო მაშინ ვერ დავასრულე აბსოლუტურად ვერ დახმების იყოს უბრალოდ ეს ეკონომია იქნება მაინც იმიტომ რომ ეს ფული არ დაბრუნდება უმაღლესი განათლების სისტემაში კი წავა ასე ვთქვათ ატკატების სახით პარტიას და მაგრამ განათლების სისტემა ძალიან გაღატაკდება არანაირი მინიშნება იმაზე რომ განათლების დაფინანსება გაიზრდება ამ კონცეფციაში არ არის და პირიქით ჩვენ რომ ვნახოთ ახლა ჩვენი წლევანდელი ბიუჯეტი განათლებაზე გამოყოფილი და გაისადაგეგმილი ბიუჯეტი ვნახოთ ერთი თეთრითაც არ იზრდება ეს ბიუჯეტი კერძო შემოსავლები ერთი მეოთხედი დააკლდება მარტო ბაკალავრს ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ფული არ იქნება სისტემაში და ეს აისახება ხელფასებზეც ეს აისახება სტუდენტების რაოდენობაზეც ეს აისახება განათლების ხარისხზე იმიტომ რომ განათლება ძვირდება მეცნიერება ძვირდება და ჩვენ ვიქნებით სუპერ პროვინციული ჩამორჩენილი ქვეყანა პლუს იზოლირებული და დაკეტილი სადაც არ გაგვიშვებენ არსად ანუ ყოველ შემთხვევაში ესეთი სურვილი იქნება ანუ ძალიან ცუდი სცენარია რაც დაგვიხატეთ ესეთი საოცრებაც კი წავეკითხე რომ რა მოხდა თუნდაც ბოლონიის პროცესს რო ჩამოვშორდეთ აი დღეს ასეთი რამ წავეკითხე ხო გასაგებია და ამიტომ ამას ცოდნა და განათლება არის საშიში ან ხელისუფლებებისთვის ავტორიტარული ხელისუფლებებისთვის არის საშიში იმიტომ რომ შენ ადამიანს ვერ დააფათიმრებ და ამ ცოდნას ვერ ჩამოართმევ როგორ შეიძლება ჩამოართვა მაგალითად საათების კოლექცია ანუ ეს იმიტომ რომ ის ადამიანი ვისაც თავში აქვს რაღაც ღირებულებები ცხოვრობს და ეს ღირებულებები ყალიბდება მათ შორის უმაღლესში იმიტომ რომ შენ სწავლობ მოქალაქეობას რაღაც სოციალურ კავშირებს იჩენ ეს უმაღლესი გაძლევს შესაძლებლობას რომ გამოხვიდე შენი სოციალური ჯგუფიდან მაგალითად თუ დაიბადე ღარიბების ოჯახში და ნორმალური სახელმწიფო არის შენ გვერდით ეს გაქვს შანსი რომ გადახვიდე ერთი ჯგუფიდან მეორეში მაგრამ ეხლა კობახიძე რას გვეუბნება რა სინამდვილეში მოდი არ გინდათ რა ეს განათლება ნამეთანი მოგვიდით ეხლა ამდენი განათლებული ადამიანი რაც გვინდა თურმე ბაზარი ითხოვს ეხლა განათლებელ ადამიანებს რომ რა კარგი არის რომ ხო ეს პირდაპირ თქვა რომ ეხლა ეს ხალხიო რო აღარ წავა უმაღლესში და რო
პირდაპირ წავა სამუშაო ბაზარზე, ეს კარგი იქნება, იმიტომ რომ იქ თურმე ისეთი მოთხოვნაა ხალხზე, რომ აღარ ჭირდებათ განათლებული ადამიანები და სიამოვნებაში პირიქით არის. ანუ თითო ვაკანსიაზე იმდენი ადამიანი მოდის, რომ ყველაზე მარტივ სამუშაოზეც კი მაგისტრატურა დამთავრებულები აყავთ პირველ რიგში, იმიტომ რომ იქ 200 კაცი რო არის გადარჩევა ხდება რა, მე ამ ადამიანების განათლების მიხედვით. ანუ შენ ახლა ეუნები დაახლოებით 100,000 ადამიანს, რომ ნაკლები კვალიფიკაციით, ნაკლები განათლებით შედი ბაზარზე, მაგალითად ადამიანს ეუნები, რომ ეს რას ნიშნავს, რომ ნაკლები განათლებით შედი, იმიტომ რომ თუ უნივერსიტეტებში შეზღუდა რაოდენობას, ის ხალხი მოწავიდეს პირდაპირ სამუშაო ბაზარზე და მათი ანაზღაურება უფრო ნაკლებია, ვიდრე უნივერსიტეტ დამთავრებულების. ანუ რეალურად წირავ იმაზე, რომ კიდე უფრო გააღარიბო ახალგაზრდობა, ხო? რომელსაც ჩანსი ჰქონდა, რომ და ამას აკეთებ მხოლოდ იმიტომ, რომ შენ სამუდამოდ შეინარჩუნო ძალაუფლება. სხვა მიზანი აქ არ არსებობს. თუმცა სიყო სამუდამ ძალაუფლება უბრალოდ არ არსებობს ეს ყოფილი. აიოდის ვაკეთებთ ამას არ ვიცი მოსახლეობა იაზრებს თუ არა. ამას ვაკეთებთ იმ დროს, როდესაც ყოველ წელს იზრდება დისტანციური მუშაობის შესაძლებლობები. აი ესტონეთი ზუსტად მაგითია, ხო, მთელი მას თავაზობს ამ ელექტრონულ მოქალაქეობას, ხალხი მუშაობს დისტანციურად. ანუ ჩვენ აქ გვეუბნებით, რომ აი აქ არა გვაქვს შენთვის სამსახური, მაგრამ თან იმ განათლებასაც არ გაძლევთ, რომელიც საშუალებას მოგცემდა, რომ შენ გემუშავა, არ ვიცი, ავსტრიის, ამერიკულ კომპანიაზე, თუნდაც ინდურ კომპანიაზე, ხო, დისტანციურად გემუშავა, უკვე აღარ გექნება მაგის შესაძლებლობა არ გექნება. აი ამას ვაკეთებ სინამდვილეში, როცა მთელი მსოფლიო ამაზე გადადის ამ პრინციპზე, რა თქმა უნდა. ხო, იქ როგორ დისონანსი არის პროპაგანდა და ჩვენ ბატონი პრემიერი, რომ რაღაცა 2 კვირის წინ გამოვიდა ბატონი ზაზა შათირიშვილი და პირდაპირ თქვა, რომ აი ამ საზოგადოების ნაწილი ახალგაზრდების, რომელიც არის უმრავლესობა, უბრალოდ უნდა წავიდნენ ქვეყნიდან. ზედმეტია პირდაპირ თქვა. აი ზუსტად უნდა იცოდნენ, რომ ეს ახალგაზრდები არცად არ წავდნენ. რა და ბერია ახსენა წეგან სიმონმა და ბერიამაც ადრე თუ გვიან როგორ დაამთავრა და თავისმა მეგობრებმა ყველას ახსოვს რა და არც თანამდებ და იმ რექტორებს მინდა წინასწარ შევახსენო, ვინც მლიქნელობას ეცდებიან და არ ამოიღებენ ხმას ამაზე და ესე ეცდებიან, რომ გაძვნენ ამ რეფორმაში დღევანდელი 5 საათიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს ბრიფინგი და რა დაემართათ იმ ადამიანებს, რომლებზეც ვერავინ ვერ წარმოიდგენდა რა, არ უშველით ტყუილში აყოლა და სიმართლისგან განდგომა არასდროს არ მთავრდება კარგად და სიმართლე ადრე თუ გვიან თავის გზას ყოველთვის პოულობს და ყოველთვის იმერჯვებს. ხანდახან გვიანდება ხოლმე, მაგრამ არ მგონია რომ ჯერ ისე ბევრი დამარცხება ვნახეთ, მაგრამ ჯერ ისე არ ვართ, რომ აი ეს ყველაფერი ესე გავიდეს და აი ამ ხელა დამოუკიდებელი ორგანოები და უნივერსიტეტები ბოლომდე შეჭამონ რა. ეს თუ მოხდება, მე უბრალოდ ყველამ უნდა იცოდეს, ვინც დღეს ისმენს, არ აქვს მნიშვნელობა. ქართული ოცნების მხარდაჭერია, სოციალისტია თუ ლიბერტარიანელი, აღარაფერი აღარ იქნება. აკადემიასაც თუ დაიმორჩილებენ, მე იქნება ძალიან დიდხანს ვაკუუმი რა და იქნება თაობები, რომლებიც იქნებიან ისეთივე გარყვნილები, როგორც საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში. აქ არ არის საუბარი საბჭოთა კავშირის საწყის თაობებზე, რომლებმაც თქვათ აკადემიები შექმნეს. იქ გარყვნაც შემდეგ მოხდა და ბოლოს დიდხანს ნახეთ ქართულ პოლიტიკაში და დღემდე ვხედავთ როგორ შეიძლება ეხა მეცნიერებას საუბრობდეთ და მეცნიერებათა აკადემიაში ვხედავდეთ იმას, რასაც ვხედავთ, მე გავიზარდე ისტორიებით, ეხა კონკრეტულ სახელს დაგვარს არ ვიტყვი, თავმჯდომარის, რომელიც იყო კორუფციასთან ასოცირებული და მის სახელს თუ გეძახდნენ, ესე იგი შენც იყავი რაღაცა კორუფციაში ჩაფული ადამიანი და ეხა სტუდენტს მეუბნებიან, რომ იმათ რომ უნდა გადამიწყვეტონ და შემიფასონ რაღაცა მაგისტრატურის ნაშრომი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრებს დღევანდელი ეთერისთვის, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრებები მოვისმინეთ. ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით ისევ ეთერში, ახლა სარეკლამო ჭრაზე გავდივართ და ისევ განათლების თემით დავბრუნდებით და ლაზარემ შიმშილი ახსენა სწავლის პროცესში სწორედ ეს იქნება, სასკოლო კვების თემა იქნება, რომელსაც ჩვენ რამდენიმე წლის წინ შევეხეთ და ახლა უბრუნდებით, იმიტომ რომ კვლავ აქტუალურია და კვლავ ეს პრობლემა არ არის გადაჭრილი სკოლებში, თუმცა ახალი კონცეფცია დაიწერა, რომელიც თითქოს ყოველთვის წარდგენებისთვის ესეთი პერსპექტიული და ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია. მე მაინც ვიმედოვნებ, რომ განათლების სპეციალისტები აუცილებლად ბევრს იმსჯელებენ ამაზე 12 საათზე ორშაბათს ილიას და აკაკის ძეგლთან. იქნებებიან პროფესორ მასწავლებლები და იქნება ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრებების გაზიარება ადამიანებისთვის. მადლობა რომ ეს გააჟღერეთ. აუცილებლად, იმიტომ რომ მეც რა თქმა უნდა თქვენთან ერთად არა მე მედიის დასაცავ შეკრებაზე სამწუხაროდ, მაგრამ დავემთხვევით მაინც. ყველა სადღაც რაღაცის დასაცავად შევიკრიბებით. ძალიან დიდი მადლობა, რამდენიმე წუთში დაგიბრუნდებით.
Thank you. Anastasия. ცოცხალს აღარავინ ეტებ, მკვდარი გვაპავნინა ვინმე. ეს იყო ჩვენი სიცოცხლის ბოლო წამი. შენ გაქვს სათქმელი. 1000 ამბავი გაქვს მოსაყოლი. არ შემოხვედი გზა? რას გაქვს გზა? ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებებიდან ყველაზე ღრმა მაღაროებამდე. Adini ხალხი უნდა შეიწიროს მისმა ფულიშონ, ამ არ გვინდა ჩვენ ერთი. კერვახა დააყენე ნეველი პრეზიდენტა, იგი ნეველი. საქართველოს ამბები რეალური სივრცის ავტორებთან ერთად წარმოგიდგენთ ახალ პროექტს. ღია სივრცე. ადგილი, სადაც ყველა ხმა ისმის. ყოველ შაბათს 22 საათზე ფორმულაზე. ბრუნდებით სტუდიაში. ნებისმიერს აქვს შესაძლებლობა საზღვარგარეთ დახუროს მე-12 კლასი. აქ სასპეკულაციო არაფერია თქვა 2 დღის წინ კობახიძემ. ცხადი არაფერია, თუ დავივიწყებთ, რომ განათლების სამინისტროს ანგარიშის მიხედვითაც კი ღარიბი ბავშვების 40-დან 88%-მდე სკოლას ჯერ ვერ ამთავრებს. ყოველი მეოთხე მოსწავლე სიღარიბეში ცხოვრობს. ყველა გამოკითხული მოსწავლის 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლის დროს ყოველთვის ან ხანდახან მშიერია. დღეს ქართველები ისეთი ქვეყნისთვისაც იბრძვიან, სადაც მათ შვილებს და შვილიშვილებს სკოლაში გაკვეთილებზე გული არ მისდით, სადაც მათ სურვილს ისწავლონ, განვითარდნენ და მერე თვითონ შექმნან ამ ქვეყნის ბედნიერი მომავალი, საკვებზე ფიქრი არ თქუნავდეს. ჩვენ წლებია ვაშუქებთ უფასო სასკოლო კვების თემას, საზოგადოების ბრძოლას ამ თემაზე, რომელმაც შედეგი ვერ მოიტანა. ჩვენ არ ვიცით ახლანდელი მინისტრის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. 2 დღის წინ მან თქვა, რომ სასკოლო რეფორმა ეროვნულ ინტერესებზე იქნება მორგებული, მაგრამ შედის თუ არა ეროვნულ ინტერესებში, რომ ბავშვები არ შიმშილობდნენ, ეს არ უთქვამს. ჩვენ არაფორმალური განათლების სახელოსნოში გადავიღეთ პატარა შეხვედრა, სადაც ბავშვები უფასო კვების მნიშვნელობაზე მსჯელობენ. ვნახოთ ვიდეო ჩემს სტუმრებთან ერთად. შემოვიდა მასწავლებელი, ეგრევე შეამჩნია და რა გჭირს ეგრევე მკითხა და რაღაცა არ ვეუბნებოდი. ჩემ კლასელებმა უთხრეს, რომ შია, მთელი დღე შიერია და ვაიმე რას ამბობ და ნუ გავიდა რაღაც თავის საკვები გამინაწილა ესა და რაღაცა თან ხო ისეთი უხერხულად ვიგრძენი თავი რომ მასწავლებელმა მომცა ისე მცხვენოდა თან, მაგრამ თან ისე ვიყავი, ლამის გული წამივიდა ისე ცუდად გავხდი. ჩვენი დღევანდელი თემა არის სკოლა. ჩვენ ცხოვრების უმეტეს ნაწილს სკოლაში ვატარებთ, მე როგორც მასწავლებელი, თქვენ როგორც მოსწავლეები. სკოლა როგორც მეორე სახლი, ხო? ნუ დავწეროთ ესე ყოველ შემთხვევაში. ხანდახან წარმოვიდგენ, რომ რაღაცა მიჭირავს და ჭამ, იმიტომ რომ ძალიან მშია ხოლმე და ამ დროს მასწავლებელი ლაპარაკობს ძალიან ფოტოსინთეზზე ან რაღაცა ეგეთზე, რაც აი საერთოდ ვერ ვიაზრებთ ან ბიოლოგია ან ფიზიკა. თუ გაკვეთილზე გშია, კონცენტრირებას ვერ მოახდენ იმაზე, რასაც გიყვებიან, ნორმალურად ვერ ისწავლი. შენ სულ იმაზე იფიქრებ მოკლედ, რომ ანუ როდის მორჩება ეს გაკვეთილი, რომ გავიდე შევჭამო, ან როდის მივალ სახში, რომ წავიდე და სახში შევჭამო. თან ირონიულია, იმიტომ რომ თვითონ ბიოლოგიაში გვასწავლიან, რომ უნდა ვჭამოთ და ვიკვებოთ მით უმეტეს ჩვენ სასახლეში. და ბიოლოგია რომ არის ბოლო გაკვეთილები მით უმეტეს, მაგ დროს რომ შიმშილით თითქმის ვიხოცებით, ასე თქვათ ბავშვები, ცოტა ირონიულია. მოდი ახლა კვება დავწეროთ ჩვენ და აი ამაზე ვილაპარაკოთ. უბრალოდ მომიყევით, აი სახლიდან მოგაქვთ რამე? ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ სადღაც შუა გაკვეთილების დროს ჩემ მეგობარი ცუდად გახდა. იმიტომ რომ დილით არ ჭამენ ზოგი ჩემი კლასელი არ ჭამს დილით. და ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ უთხოვიათ ჩემთვის, რომ აი ცუდად ვარ და თუ შეგიძლიაო, რომ დამეხმარო. ჩემს კლასელებსაც მოსულიათ ეგეთ შემთხვევა, რომ თვითონ ჩაკეცილან უბრალოდ კიბეზე ასვლისას რაღაცა -0 სართულიდან მე-4-მდე რო ავსულვართ მაგალითად გაკვეთილები, ისე გვაქვს კაბინეტები განაწილებული, რომ მაგალითად ისტორიაზე ან ქოვით ჩავსულვართ ან რაღაცა და სანამ ამ მოსულან უკვე აი ჰაერი რო აღარ ყოფნის. ჩემ კლასში არა, მაგრამ პარალელ კლასში რო მეგობრის სანახავად შევდივარ, თუ მაგ უფლება და რომ შევდივარ და ვნახო რომ სხვები ჭამენ, ერთი არ ჭამს, მაგრამ მაგასაც რო შეა, მე მწყინს. აი დახმარება, ხო?
26 ბავშვი არის კლასში. მოგვაქვს ჩვენ მაგალითად ჩემს სამეგობროს მოგვაქვს საჭმელი. იმ დანარჩენ ბავშვებს რომ ვერ ვუყობთ, ეს არის ძალიან უხერხული სიტუაცია და ერთი მშობელი ვერ გამოატანს ერთ ბავშვს იმდენ საკვებს, რომ 26 ბავშვს ეყოს. სულ ისე მომაქვს, აი მაგალითად ერთი ვაშლი ან რაღაც ისე დაჭრილი რომ მქონდეს, ყოველთვის ვჭრი. და ისე მივდივარობ, აი შეცხვარგინე, იცი რა კაია, აიყე. ან რაღაც ისე ხუმრობაში ვაწვდე რომ არც იმან იგრძნოს უხერხულად თავი და რაღაც არც მე ისე არ გამომივიდეს რომ მეცოდება რაღაცა, მაგრამ იდეაში ეგრე არის, ხა როგორ გინდა შენ საკუთარ მეგობრს, რომელთან ერთადაც ამდენი წელი გაატარე და მეგობრობ და იცი, რომ შია, რანაირად გინდა შენ უკვე გადაგივიდეს ყელში ესე რო იტყვიან. აი მაგალითად ჩვენ მეგობრებიდან ერთს მაქვს საჭმელი და ვიყავთ ძირითადად ლუკმად, მე მომაქვს ხოლმე ძირითადად წყალი და ამ წყალს ვიყავთ რა მთელი ჩემი სამეგობრო. და ალბათ კლასი ვიყავთ ერთი 2 წყალს. 2 ბოთლ წყალს მთელი კლასი ვსვამთ ასე. სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც ყველა იქნება ერთმანეთის თანასწორი. და არ იქნება მითითება და ასე ვთქვათ იმისი თქმა და ეს არ იქნება სათქმელი რომ აი მე რახან დღეს მაგალითად ფული გამომატანე სკოლიდან, მე შემიძლია საკვების ყიდვა და შენ არ შეგიძლია. აი ექსკურსიაზე წახვედით ხო სკოლიდან? აი რამდენად ღირებულად მიგაჩნია თუნდაც რომ ძალიან არ გაიწეწონ მშობლები აი ამ დროს. ექსკურსიები პირადად ჩვენ სკოლებში არის დამოკიდებული ვის რა მოაქვს და რამდენი მოაქვს. იმაზე არის დამოკიდებული ბულინგი რომ ერთს ვერ მოაქვს ბევრი საკვები. ხელებში უყურებენ ბავშვები ერთმანეთს? მაგალითად მე შეიძლება იმ მომენტში არ მქონდეს იმ საშუალება რომ ეს კონკრეტული რაღაცა მოვიტანო. ნამდვილად გეთახმები. მეორე შეიძლება ამ საშუალება არ მქონდეს. ვფიქრობ რომ სკოლა უნდა ახერხებდეს და აგვარებდეს ამ ყოველფრის ორგანიზებასაც და კი გეთახმები კი. ჩემი აზრით ექსკურსიები ზედმეტად არის ორიენტირებული ანუ სუფრაზე ასე ვთქვათ რა. კი, ანუ ზედმეტად ბევრი ფული იხარჯება ჩემი აზრით სუფრებზე და ბავშვების აზრით ბავშვების აზრით დიდად არ არის გათვალისწინებული ასე ვთქვათ ექსკურსიებზე და ძირითადად არის რაღაცნაირად ჭამაზე ორიენტირებული. გასაგებია. კი ბატონო. ფული დღეში გჭირდება ალბათ 10 ლარი მაინც რომ ნორმალურად ადამიანმა ჭამო. მშობლებსაც უჭირთ რომ ჩვენთვის თქვათ საჭმელი იყიდონ. სახშიც რომ მიხვალ თქვათ მომავალი დღისთვის საჭმელი წასაღებად რთულია რომ ესე ყოველდღე გათვლილი ქონდეს სკოლისთვის საჭმელი. რა გინდა, როგორ გინდა, რა დაგანაყრებს, როგორ დაგანაყრებს, ასე რომ ჩემი აზრით აუცილებლად უნდა იყოს ელემენტარული, მაინც როგორც არის ხილბოსტნეული. ელემენტარული, რომელიც ჯანსაღია, შეიძლება სახში არ გქონდეს ისეთი ჯანსაღი საჭმელი, შეიძლება გქონდეს თუნდაც წვნიანი და წვნიან სკოლაში ვერ წაიღებ, ხო? ეხლა იმას არავინ არ ითხოვს, რომ რაღაცა ძვირიანი უნდა გააკეთონ. მაგრამ ჩვენი ზოგადად ქვეყნის ბიუჯეტიდან ეკონომიკიდან გამომდინარე, ბევრი რაღაცის გაკეთება შეგვიძლია კვებასთან დაკავშირებით, რომ უფასო იყოს ბევრ სკოლაში მაგალითად, თუ ყველაში არა და ბევრში მაინც. ხანდახან ყოფილა რომ მეც ყოფილვარ ცუდად და ჩემ კლასელებს უყიდიათ ჩემთვის საჭმელი. ესე ვეხმარებით ხოლმე ერთმანეთს და ზოგადად ჩვენი კლასი ძალიან შეკრულია და ვეხმარებით სულ ერთმანეთს. ყველა მასწავლებელი მაგას ამბობს, რომ ეს კლასი სულ შეკრულია და ძალიან კაი კლასიაო. ბრუნდებით სტუდიაში სიკო კლავ ჩვენთან არის ჯანაშია, გიტა თვალაბეიშვილი, ნანა რურვა. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ ამ თემას ვუბრუნდებით, იმიტომ რომ ამ თემაზე უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ ჯერ კიდევ საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეალურ სივრცეში. გიტა, ჩვენ გვესმის რომ ქვეყანა წინ მიიწევს, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა სახეზეა. თქვენ იმ გადაცემების და აი იმ კვლევების შემდეგ დღეს რა სურათი შეგიძლიათ დაინახოთ სკოლებში? გამოსწორდა რაიმე სასკოლო კვების მხრივ თუ იგივე მდგომარეობაა? მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. დიახ, მე ორ სკოლაში მუშაობ და შესაბამისად მეტი გამოცდილება მაქვს შევხედო ყოველდღიურად დავუკვირდე ბავშვებს რა მდგომარეობა არის ამ კუთხით. მიწევს დილის სკოლაში მუშაობა და მიწევს მეორე სკოლაშიც მუშაობა, ორივე თბილისის სკოლა, თბილისს წარმოადგენს ორივე სკოლა. დილის სკოლასთან დაკავშირებით უფრო რთული მდგომარეობა არის იმ კუთხით, რომ დილით 9 საათზე ზოგჯერ 9:30 იწყება ხოლმე სწავლა და ასე დროს ბავშვები ძირითადად ვერ ასწრებს
ხოლმე პატარებთან მაქვს შეხება, მე პირადად დაწყებითი კლასების მასწავლებელი გახლავართ და პატარების შემთხვევაში უფრო მშობელთან მაქვს ამ თემაზე კომუნიკაცია, მშობელთან მაქვს ურთიერთობა და ვთხოვ ხოლმე როცა ვაკვირდები ბავშვებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის მათთვის კვება განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა 5-6 გაკვეთილიც კი აქვს ბავშვებს ხოლმე არის უკვე მესამე კლასიდან იწყება, რომ 6 გაკვეთილი შემოდის და ძალიან რთული არის ასე დროს ბავშვებთან ურთიერთობა, როცა ისინი კვებაზე, საკვებზე ფიქრობენ, როცა ისინი იღლებიან უკვე ამდენი ინფორმაციის მიწოდებით, სწავლების პროცესით, რაც არ უნდა სახალისო იყოს გაკვეთილი, რაც არ უნდა ჩართული იყოს, მოგახსენებათ, რომ 2-3 გაკვეთილის შემდეგ უკვე გარკვეული რესტარტი ბავშვს ჭირდება და განსაკუთრებით აქ უკვე შიმშილის დოზა შემოდის უკვე და გვინდა არ გვინდა მიუხედავად ამის დილის 9:30-ზე გამოსული მოსწავლე სახლიდან რომ უწევს დაახლოებით პირველი 2:30-მდე სკოლაში ყოფნა დაახლოებით და მე ამას თუ დავამატებ სახლში დაბრუნების დროს ეს საკმაოდ დიდი არის შუალედ იმისთვის რომ დილის ხემით საუზმე მიიღოს და შემდეგ სადილე მიიღოს. შესაბამისად ის ხემს საჭიროებს. აქედან გამომდინარე არის ნაწილი ბავშვებისა, რომელიც კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მშობელთა დახმარებით შინიდან უკვე გამზადებული მოდიან, რადგან მე თავად ვაყენებ მსგავს საკითხს აქტუალურ თემად, რომ აუცილებელი არის ხემს ისახით რაღაც ბავშვს გამოატანოთ, თუმცა დაკვირვების შედეგად არის ხოლმე შემთხვევები, რომ ან მშობელს ავიწყდება, ან შეიძლება, არ ვიცი ზუსტად ვარაუდობ, რომ შეიძლება იმ პერიოდში რაღაც ვერ მოახერხა რაღაც ტიპის საკვების გამოტანება, ან ძირითადად ფულადი თანხა მოაქვთ, რომელიც ერთ სკოლაში ადგილზე არის ხოლმე თვითონ შენობაში არის სასადილო პუნქტი ბუფეტი, საიდანაც ძირითადად საპროდუქტები იყიდება ხოლმე და იქ ახერხებენ ბავშვები ყიდვას, თუმცა მეორე სკოლაში უკვე სკოლის გარეთ უწევთ ბავშვებს ყიდვა ამ ნაწილისგან, როცა სკოლაში მოდიან, მაშინ გზად შეივლიან ხოლმე სადღაც კვების ობიექტები, სადაც არის. და ჩვენ ისიც არ ვიცით სახლში მისულებს, თქვათ, რა ხდებათ სახლში თუნდაც. დიახ, ან დილითაც რომ მოდიან, ან მყავდა მოსწავლე, რომელიც მაგალითად დილით სრულიად უსმო გამოდიოდა 9 საათისთვის რომ სკოლაში მოსულიყო, სწორედ იმიტომ რომ დედა ისეთი საქმით იყო დაკავებული, რომ ვერ ასწრებდა ბავშვის დილის საუზმის მიღებას, ბავშვი ეპილეფსით და დაავადებული ძმა ყავდა და უფროსი ძმა და მას უტოვებდა და ეს არ უჯერებდა შემდეგ ამ ძმას და რომ მოდიოდა სკოლაში ქონდა ყოველთვის ინტენსიური მუცლის ტკივილი, რის გამოც არაერთხელ ჩამეყვანია იქიმთან, თუმცა როცა ვეკითხებოდი რომ აი დილით ჭამე, რამე მიიღე, რამე, აი სწხენოდა იმის თქმა, რომ რაღაცა არ მიუღია. მაგრამ ჩემი და იქიმის ურთიერთობის როცა ვისაუბრეთ, ანუ ხშირ შემთხვევაში ბავშვი უფრო მშიერ მდგომარეობაში იყო და როცა ვიცოდე რომ ეს ბავშვი ჩემ საკლასო ოთახში ამ მდგომარეობით იყო ხოლმე, ხშირად ყოფილა ხოლმე რომ წამიღია ხოლმე ან ვაფლე, ან შოკოლადები, ან ვაფლე, ან რაღაცა თქმილი ისეთი მახსოვს, მაშინ ბევრი მასწავლებელი იყავით სტუდიაში და მახსოვს რომ აბსოლუტურად ყველა თქვენგანი იმას ყვებოდა რომ მასწავლებელს ყოველთვის აქვს რაღაცთან რომ შეემჩნევს თუ არა რომ ბავშვს თქვა რაღაცა უჭირს იმ წუთასვე მიაწოდოს რომ დიახ ეს ის არ არის რომ აი თქვა რაღაცა ან გაძღის ან რაღაცა ისეთი, მაგრამ იმ დროებითი შიმშილის დოზას მაინც ასე თუ ისე რომ იკმაყოფილებდეს ბავშვი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება უცებ მივაწოდოთ ან ისეთი რაოდენობით იყოს რომ თქვა მხოლოდ ერთს კი არა რამდენიმეს მივაწოდოთ რომ უხერხ მდგომარეობაში არ ჩავარდეს ის ბავშვი რომ მხოლოდ იმას ვაძლევ, მხოლოდ იმას ვაწოდებ და ასე შემდეგ. დიდ აი ესეთ შემთხვევაში რა როგორ შეიძლება ვისაუბროთ თქვა რაღაცა აკადემიურ მოსწრებაზე ან იმაზე ბავშვებს რამდენად შეუძლიათ თქვა ყურადღებით მოусვინონ მასწავლებელს, აღიქვან ის რასაც მასწავლებელი მათ უხსნის. აი ეს პროცესი არ არის თავად ძალიან დიდი თქვა შემაკავებელი ან სწავლების პროცესისთვის. რა თქმა უნდა, პირდაპირ მასლოუს პირამიდა ზუსტად ამაზეა დაფუძნებული, რომ პირადი და პირველადი მოთხოვნილება, რაც არის ეს სახლი, კვება, უსაფრთხო და მსგავსი ტიპის შეგრძნებები, როცა არის დაკმაყოფილებული, მხოლოდ შემდეგ გადავდივართ უკვე ისეთ საკითხებზე, როგორიც არის სწავლა და სხვა და სხვა. და სწორედ იმას რომ გაკვეთილის პირველ მეორე გაკვეთილზე შეიძლება მეტი კონცენტრაცია იყოს საგაკვეთილო პროცესზე, მაგრამ შემდეგ უფრო კლებულობს ეს. ბავშვი გიყურებს რეალურად, შეიძლება არც საგაკვეთილო ქცევის წესებს არ ღვოდეს რაღაც, მაგრამ რეალურად არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში იმ დონეზე, როგორც თქვათ, გვინდა ჩვენ. ასე დროს აი ყოველთვის მირჩევნია რომ თან საგაკვეთილო დროებს შორის შუალედი დასვენება იმდენად მცირე არის 5 წუთიანი და 10 წუთიანი შუალედი, ადრე იყო 20 წუთიანი შუალედი და ასე თუ ისე ასწრებდა ბავშვი რაღაცის ჭამას, თუნდაც სახლიდან წამოღებული ქონოდა ეს გარკვეული ტიპის საკვები, მაგრამ ახლა იმ 5 წუთიან დასვენებაზეც ვერ ასწრებენ ჭამას. მე ვიძულებული არიან რომ ესენი შეინახონ ან
ბადე, რომელიც არის მერხის ქვეშ ან ჩანტაში და მე ჩუმჩუმეთ მიდის უკვე გაკვეთილზე ამის ჩუმჩუმეთ სუსნაობა. ესე რა თქვა, რამდენჯერ მithქვამს ხოლმე რომ აი ამოიღეთ ჯობს ყველამ ერთად დაასრულოთ ჭამა, მოდი კიდევ 5 წუთს მოგცემ, დაასრულეთ ჭამა და მე გავაგრძელოთ ეს ჩვენი საგაკვეთილო პროცესები. და მე უკვე ძალიან ბედნიერი თვალებით ამოიღებენ ხოლმე თამა ჭამა შეიძლება იკითხავენ ხოლმე ასეთ დროს და ძალიან ბედნიერი არიან იმით რომ ჭამა. გარდა ამისა, შეიძლება მაღალ კლასებში ასე არ არის, ну, რა თქმა უნდა, არ ვამბობ იმას, რომ დასვენებას არ საჭიროებენ და რაღაც, მაგრამ დაბალასაკობრივ კატეგორიაში განსაკუთრებით 6-10 წლის ბავშვებს ენერგიის ისეთი სხვა რაოდენობა აქვთ, რომელიც უნდათ რომ დასვენებებზე დახარჯონ და ეს ენერგია იხარჯება, თქვა, დერეფანში სირბილი, დერეფანში თამაში, ურთიერთთამაშის ფონზე და იმდენად ამ დასვენებებზე იმდენად წდება გული, რომ თამაშისთვის რო არ რჩებათ, რომ ხშირად ეს ამ საჭმელზე საჭმელზე და მე უკვე დასვენებაზე გადადიან ხოლმე და მე მიდის ისევ საგაკვეთილო პროცესზე ამის მიღება. ყოფილი შემთხვევები მაგალითად, როცა ეხლა პირველი კლასი მყავს და ძალიან ისე არიან მშობლები ამაზე მობილიზებულები, მაგრამ ძირითადად რა ტიპის საკვებს ღებულობენ ბავშვები, ეს კიდე ცალკე საკითხავი არის, ანუ რამდენად ჯანსაღი არის ეს საკვები. სხვათა შორის ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი განათლების სამინისტროს მე რამდენადაც მახსოვს, როდესაც ამ თემაზე მსჯელობდით ხოლმე, შემდეგ უკვე მოყვებოდა ამას განათლების სამინისტროდან ერთგვარი პასუხი, რომ ჩვენ ვერ დაუშვებთ, თქვათ, რაღაც აი მზა პროდუქტების ესე შემოტანას პირდაპირ სკოლაში, ეს იყო უფრო ისეთ საკვებზე, რაც არ იყო და სენსიტიური თემაა და არ გვინდა, თქვათ, რაღაცნაირად ეს თემა აი თანხა, რომელიც მოძრაობა ხმამ დაითვალეს, ეს იყო 198 მილიონი ერთ წელიწადში, რომ ყველა ბავშვი, ყველა მოსწავლე ყოფილიყო უზრუნველყოფილი, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი კვებით მაინც თუნდაც ხემსით. აი რამდენად არის მით უმეტეს დღეს ჩვენ ისეთ ციფრებს ვგებულობთ პერიოდულად სრულიად აღმაშფოთებელს 198 მილიონი ეს შეიძლებოდა თუ არა განათლების სამინისტროს ბიუჯეტში აღმოჩენილიყო ეს თანხა რომ თქვათ აი ეს პრობლემა მაინც მოხსნოდათ ბავშვებს სკოლის მოსწავლეებს ეს თანხა არაფერი არ არის 10% იყო განათლების ბიუჯეტის მაგრამ ესე იგი ჩვენ და არის სამჯერ უფრო ნაკლები ვიდრე გაათეთრეს ერთ ჯიხურში სადღაც სადგურთან ხო იმის ვალუტის სამჯერ უფრო ნაკლები ის 600 მილიონი დოლარი იყო ხო რაღაც საოცრებაზე იყო ანუ მილიარდ ნახევარი ლარი გაათეთრა ვიღაცამ ვითომ რაღაცა პერიოდში და 200 მილიონი არ გვაქვს თურმე არის ახლა კიდე ამასთან ნახეთ რომ ერთ-ერთი დეპუტატის დის კომპანიამ რამდენიმე მილიონი აიღო და სკოლა არ ააშენა და რაღაც მთელი ამბებია ხო და ამ კორუფციის პარალელურად ვამბობთ რომ არა გვაქვს ფული რომ ბავშვები მე ვიგონებ სხვა რაღაცა მიზეზებს რომ ეს რაღაცა ბუფეტი არ არის იქ და აი გავარემონტებთ მე და ფიქსდებით და იქ ჯანსაღი არ გვაქვს და თან ის 200 მილიონი რაც იყო საუბარი ის 200 მილიონი რჩება ეკონომიკაში იმიტომ რომ რეალურად ხმარდებოდა თუ სწორად გააკეთებ მოხმარდება ადგილობრივ წარმოებას ხო რა აი მაგალითად ადგილობრივმა მიმწოდებელმა გლეხმა ან რაღაცა ფერმამ მიაწოდოს იმ გადამამუშავებელ რაღაცა კომპანიას რომელიც საბავშვო კვების რაციონებს მოამზადებს მაგრამ ჩვენ როცა უყურებთ პოლიტიკას, განათლების პოლიტიკას, სამწუხაროდ უყურებთ ხოლმე უფრო მეტად იმას, რაც კეთდება და ვიწყებთ ხოლმე რომ პოლიტიკის ნაწილია ისიც, რაც არის დავიწყებული და რაც არ კეთდება გამიზნულად. და ის რაც კეთდება და რაც არ კეთდება, ორივე პოლიტიკის ნაწილია და უნდა შევაფასოთ ღირებულებებიდან გამომდინარე. რა არის ახლა ეს ღირებულებები, ხო? აქ კიდე ცალკე პრობლემა გვაქვს, რომ როცა განათლების პოლიტიკაზე ვსჯელობთ, ძირითადად ვსჯელობთ ხოლმე ეფექტიანობის ან ხარჯთეფექტიანობის პერსპექტივა. ეფექტიანობის პერსპექტივა ამბობს, რამდენად აღწევს თავის მიზანს, ან რამდენად შედეგიანია ის პროგრამა, მაგალითად თუ ბავშვთა კვება შემოვიტანთ ეს უშველის თუ არა შიმშილს. მაგრამ კიდე ხარჯთეფექტიანობა არის, მაგრამ რამდენად ძვირი დაგვიждდება და რამდენად მაღალი იქნება ეფექტი. და გვავიწყდება სხვა ღირებულებებიც, რაც არის სამართლიანობა მაგალითად რა. თან ზოგადად მორალური მხარე გვავიწყდება და ამ პროგრამას ბავშვების სკოლაში კვების პროგრამას აქვს ეს მორალური განზომილება. შენ იცი რომ ბავშვებს აქვთ ეს პრობლემა, შეგიძლია გადაჭრა და რომ არ აკეთებ, ეს არის უბრალოდ ეს არის ამორალური.
მაგრამ ეფექტიანობის თვალსაზრისით ამორალური არის რომ არ აკეთებ, იმიტომ რომ შენ შეგეძლო უკეთესი განათლების ხარისხისთვის მიგეცი. ზუსტად ეგ მინდოდა არა მხოლოდ შიმშილის პრობლემა მოგეგვარებინა, არამედ რომ ამ ბავშვებს უკეთესი საკვები თუ რა თქვა ნუტრიციის შესაძლებლობა რომ ქონდეთ, ანუ ამ ბავშვებს ექნებათ უკეთესი განათლების შედეგებიც. და ეს ნაჩვენებია სხვა კვლევაში, ხო, რომ შენ თუ წესიად ვერ იკვებები, მარტო იკვებები არა, აგრეთვე ბავშვები სიუჟეტში ამბობდა, რომ წყლის პრობლემაც აქვს, რომ ორი ბოთლი. რატო უნდა მოიტანოს ბავშვმა წყალი სკოლაში და რატო არ უნდა იყოს წყალი სკოლაშივე? და ეს ბევრ სკოლაში არის სასმელი წყლის პრობლემა. ძალიან ბევრში ჩვენ ამაზეც გვიმუშავია კი. რეალურად თუ შენ წყალს არ იღებ დღის განმავლობაში რეგულარულად, აზროვნება გიჭირს. ანუ დეჰიდრაციას განიცდის ბავშვი და აზროვნება უჭირს და მე კიდე ცალკე პრობლემა, კიდე ცალკე კულტურის პრობლემა. მახსოვს ესეთ კვირის ქონდა, პროგრამა ქონდა, თამარ მოსიაშვილთან ერთად ვაკეთებთ ესეთ პროგრამას, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები ერთად ცდილობდნენ სასკოლო პრობლემების გააჩეროს და ერთ-ერთ სკოლაში აგარაში ქონდათ ესეთი პრობლემა, რომ სასმელი წყალი არ ქონდათ, ბავშვები გადადიოდნენ ტრასაზე და ყიდულობდნენ წყალს. და მოიფიქრეს ესეთ რაღაც, რომ მოდი დისპენსერი ვიყიდოთ, ფული შევაგროვოთ, დისპენსერი ვიყიდოთ და სკოლაშივე იყოს წყალი. და იქ უცებ აღმოჩნდა, რომ მასწავლებლების დიდი ნაწილი, ვისთანაც პრეზენტაციას ვაკეთებდით, თავის ბავშვები აკეთებდნენ უბრალოდ რა და ჩვენ უყურებდით, ამბობდნენ რომ მე ეს წყალი სად უნდა დალიონო. და მე რაღაც გაგვირებული უყურებდი რომ როგორ სად დალიონო, ალბათ კლასში, კორიდორში და გაგვეცეზე წყალს რა უნდა, ესეთი ის იყო რა, რაღაც რეაქცია იყო და მაშინ მივხვდით რომ ანუ ხო მაგრამ ესეც პოლიტიკის ნაწილია, რომ მასწავლებელი ბავშვზე კი არ ფიქრობს პირველ რიგში ფიქრობს რაღაცა სტანდარტზე, ეთიკურ სტანდარტზე, რომელიც შეიძლება საერთოდ კი იყოს. ანუ ეს რაღაც მეუბნები, რომ ყველა ბუნებრივი მოთხოვნილება საკლასო ოთახში რომ დაიკმაყოფილოს, საერთოდ გასცემა სკოლაში. ეგრევე წყლის დალევა რაღაცა შეიძლება და შეგვედარებინა სხვა ბუნებრივ მოთხოვნილებებთან. მაგრამ ესეც არის, ხო, ანუ სასკოლო პოლიტიკის ნაწილი, ანუ სახელმწიფო იმას კი არ ეუბნება სკოლას, რომ თლიან ყველა შეეცადე რომ ბავშვებისკენ იყო პირით და ეუბნება რომ ჩემკენ იყავი, იმიტომ რომ შენ თუ წყალს მოაგვარებ, შეიძლება დაგსაჯო, იმიტომ რომ რაღაცა არ გაქვს ესიათ საბუთები გაფორმებული, რომ იქ დისპენსერის ესიათ არ გაქვს. ანუ დირექტორი ამაზე უფრო მეტად ფიქრობს, მასწავლებელიც ამაზე უფრო მეტად ფიქრობს, რომ რამე წეს ხო არ ვარ. ვიდრე ბავშვების ცხოვრება, რომ ბავშვების ცხოვრება უფრო უკეთესი გახადოს სკოლაში და მეგონა ეს პრობლემაა. თან რაც აღქმასთან არის პირდაპირ დაკავშირებული, აი ნუტრიციული, ვთქვათ, აი ამ კუთხით რომ მიუდგეთ სწორედ სწავლა აღქმა ბავშვის მიერ იმის რასაც სწავლობს და კვება. აი თქვენ ხართ ექიმი, ხართ მშობელი და როგორ შეაფასებდით თქვათ აი ამ ურთიერთ დამოკიდებულებას თქვათ კვების, აღქმის, სწავლის და შემდეგ თქვათ განვითარების. ხო, ისეთი რთული მოცემულობა გვაქვს, რომ ცოტა რთულიც კი არის ამ თემაზე ისაუბრო. რა ვიცი, ნახევრად ხუმრობით თუ ვისაუბრებთ, თორე სერიოზულად ამის განხილვა, როგორ შიმშილობენ ბავშვები და როგორ ვზოგავთ თანხას იმაზე, რომ თუნდაც ერთი კვება არ ჭამონ, მაშინ ცოტა დრამატულია ჩემთვის, ხო? თუმცა მაბატიეთ ნანა, გაეროს კვლევით ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს, ეს არის გაეროს დრამატულია, ძალიან დრამატულია 21 საუკუნეში მაგაზე რომ ვსაუბრობთ. ქვეყანაში, სადაც ნამდვილად მოიძებნება რესურსი, ნამდვილად მოიძებნება და ეს ყველასთვის გასაგებია, რომ ბავშვები არ შიმშილობდნენ. ამაზე ხანდახან დაფიქრებაც არ მინდა, რომ 21 საუკუნეში არიან ბავშვები, რომლებსაც შეათ უბრალოდ, ხო? და მე მინახავს სხვათა შორის, მეც მინახავს კარგი სოციალური ფენის ბავშვებიც და ცუდი სოციალური ფენის ბავშვებიც, რომ ვერ წარმოიდგენს ცოტა შეძლებული საზოგადოება, ისეთი სიტუაციებიც მინახავს, როგორ შიმშილობენ ბავშვები და ეს ნამდვილად ცუდი სანახავია. ხო, ეხლა რაც შეეხება სამედიცინო ნაწილს, ხო, სამედიცინო ნაწილში არის ფიზიოლოგიური ნაწილი, შეიძლება განვიხილოთ, რომ უბრალოდ პირდაპირი კავშირია, ну, მორალური ნაწილის გარეშე, რომ უბრალოდ პირდაპირი კავშირია, რომ შიმშილის დროს ტვინს არ შეუძლია აქტიურად ქმედება, ხო? ეს არის აქტიური წვავეთ, რაც ესა უჭირს, კონცენტრირება უჭირს, ზოგადად ქცევა უჭირს, ერთ ადგილზე გაჩერება უჭირს, ყურადღების კონცენტრირება, ელემენტარულად უჭირს ფიქრი, დამახსოვრება და ასე შემდეგ. ანუ ტვინის ფუნქციები პირდაპირ არის მიბმული მწვავეთ მშიერია თუ არა ადამიანი, ხო? ელემენტარულად ახლა რომ უფრო არ გავართულოთ საქმე, ყველამ ვიცით, რომ ჰიპოგლიკემიის დროს ტვინი ცუდად მუშაობს, უფრო მარტივად რომ ვთქვათ.
ამის გარდა არსებობს უფრო ხანგრძლივი ფიზიოლოგიური მოცემულობა. ხო, ჩვენ მაგალითად სულ პატარა ასაკში ვამბობთ ხოლმე, რომ მაშინაც კი, როცა რკინის დეფიციტი ჯერ გამოხატულიც კი არ არის, სიმპტომები მისი გამოხატულიც კი არ არის, მაშინაც კი ტვინი არ ფუნქციონირებს კარგად. და თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ ბავშვის ტვინი მუდმივად მზარდია, ანუ ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს, მერე ფუნქციურად დაიტვირთოს, ნეირონული ქსელები განვითარდეს, პირდაპირი კავშირი, ფიზიოლოგიური კავშირი არსებობს, რა თქმა უნდა, და ეს ბევრი კვლევით არის დადასტურებული, ასეთი კვლევით, ისეთი კვლევით, ფსიქოლოგების, სოციოლოგების, სამედიცინო კვლევებით, რომ პირდაპირი კავშირი არსებობს ფიზიოლოგიურ კავშირს შორის, ხო? კიდევ ამბობ, მწვავეთ, როცა გშია ელემენტარულად კონცენტრირებული ვერ ახარ, ტვინი არ მუშაობს, მეხსიერება არ აქვს და ქრონიკული შიმშილი იწვევს უამრავ დეფიციტს, რომელიც საბოლოოდ ძალიან დიდ გავლენას ახდენს კოგნიტურ უნარებზე. ესეც ყველასთვის ესეც ცნობილია ბანალურადაც და კვლევებითაც დადასტურებულია დიდი ხანი. ნუ ეხლა აღარ ვამბობთ, რომ არსებობს ფსიქოლოგიური შედეგები, ხო, ამისი. პირველი, ეს არის ასევე მწვავე, რომელიც იწვევს ქცევის დარღვევას, იგივე კონცენტრირება არ უნდა, არ შეუძლია, მეხსიერება ცუდია, ჩართვა ცუდია, მენტალური უნარი იმ წუთში, აზროვნების სიჩქარე ცუდია იმ წუთში. და ნუ ვიცით, ესეც ასევე პირველად არ ვამბობთ ამას, რომ ეს არის ბულინგის წყარო, ეს არის თვითშეფასების დაბალი მემის წყარო, როცა არის ესეთი განსხვავება, ვიღაცაშია, ვიღაცას არ შეა და ეს განსხვავება სასკოლო ასაკში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ამას აქვს სუფთად სომატური ან ფიზიოლოგიური გავლენა, თუ სამედიცინო თვალსაზრისით შევხედავთ, აქვს ფსიქოლოგიური გავლენა, ემოციური, ქცევის, ბულინგის, თვითშეფასების, ასე შემდეგ, ანუ კიდევ ამბობ რეზიუმეს სახით, რომ ხანდახან მცვენია კიდეც ამაზე რომ ვსაუბრობთ 21 საუკუნეში, რომ რომელიღაც არ მოგინდება კვება, ხშირად მქონია ეგეთი განწყობა, რომ არ მოგინდება კვება, ამას რომ წარმოადგენ, რომ ვიღაც ბავშვებს უბრალოდ შეიათ 21 საუკუნეში ჩვენს გვერდით. და ესეთი ბავშვები არსებობენ. სხვათა შორის გიტა, ეხლა ჩვენ უყურებდით სიუჟეტს, რომელიც თამარ მშვენიერაძე მოამზადა. იქ იყო ესეთი მომენტი, სადაც ბავშვები ამბობენ, რომ მათ ხანდახან თავად მცვენიათ მიტანილი, ვთქვათ, პატარა ხემსის მიღება, იმიტომ რომ ხედავენ, რომ ვიღაცას მათ გვერდით, მეგობარს, თანაკლასელს არ აქვს საშუალება, რომ ვთქვათ, იგივე რაღაც აი მიიღოს ცოტა, რომ ცოტა მოღონიერდეს და მოისმინოს გაკვეთილი, ან ჩაერთოს რაღაც აქტივობებში, რასაც ბავშვები ერთად აკეთებენ ან შესვენებებზე, ან გაკვეთილზე, ან ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში თქვენ თუ შეგიმჩნევიათ ასეთი რამ კლასში და აი სოლიდარობის მომენტი თუ იღვიძებს მაგ დროს და რა არის ის აი ძირითადად როგორ გამოხატავენ ბავშვები, ვთქვათ, და თქვენ თუ ერევით იმაში, რომ აი რაღაცნაირად ეს გაანაწილოთ ბავშვებს შორის ეს პასუხისმგებლობის ამბავი, სოლიდარობის ამბავიც, აი ყველაფერი. დიახ, რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტები ძალიან ხშირი არის, როცა თქვი კიდეს წეღა, რომ კონკრეტულად აქვს გარკვეული რაოდენობის ბავშვებს წამოღებული, ვთქვათ, ეს ხემსი და არის ვიღაცები, ვისაც არ უნდა. დავიწყებ იქედან, რომ ჯერ არა მარტო თავად ცხენიათ მიღება, ჯერ არიან ბავშვები, რომლებიც მაგალითად ზუსტად იციან, რომ ჩანთაში არაფერი უდევს და ასე დროს ან თვალს არიდებენ და გადიან. ერთი ფაქტი ეს არის, ანუ საკლასო ოთახიდან როცა ხელმსაყრელობენ ბავშვები, დანარჩენები თუ გადიან და უბრალოდ იცლებიან. არის მეორე ფაქტი, რომ პირიქით უფრო ახლოს მიდიან ასეთ ბავშვებთან და იწყებენ მასთან ერთად საუბარს, რომ იქნება ამ კვების პროცესში რაღაცა იმან გამოიჩინოს ინიციატივა, რომ გაუნაწილოს, რადგან პირდაპირ თქვა იმისიც ხვენია, რომ იქნებ გამიყო ან რაღაცა, არის მსგავსი ტიპის ფაქტები, თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როცა თამამად უყოფენ ხოლმე ბავშვები თვითონ, ანუ ჩემი ჩარევის გარეშე, მაგრამ უმეტესად მჭირდება უფრო მეტად ჩარევა, რომ აი მოდიან ხოლმე ხანდახან და მე უფრო მენდობი, არ ვიცი, მეუბნებიან ხოლმე ასეთ რაღაცას, რომ აი იცით მას დღეს ხემსი არ მაქვს, იმიტომ რომ იციან რომ მე მოვუგვარებ თითქოს რაღაცა ეს ისეთი პრობლემა არის, რომ მე მოვუგვარებ თითქოს ამ რაღაცას და მე უკვე ვკითხულობ საკლასო ოთახში, ვინმეს ხომ არ აქვს 2, ვინმეს ხომ არ აქვს რაოდენობით 2, ან ხომ არ შეუძლია ვინმეს გაუყოს ეს რაღაცა და მე უკვე მათი ინიციატივით ვიწყებთ, ანუ ვისაც სურვილი აქვს, რომ ეს მსგავსი ტიპის რაც აქვს, რომ ხემსი, ხო, ეხა ისეთი სადილის ფორმის ის არ აქვს, ხო, გაუყოს მე ასეთ ბავშვს. თუმცა იყო შემთხვევები იმისა, რომ აი მაგალითად ჯერ კიდევ პატარები არიან და ეს
გაყოფა, განაწილება, გაზიარების პროცესი ცოტა ისეთი რთული არის და უთქვამთ ხოლმე მე თვითონ არ მეყოფა მასწავლებელო და როგორ გავუყო, ანუ ისედაც რაღაცა პატარა ზომის აქვს და ძალიან ისეთი არის, ხო? აქ უკვე იმ მორალურ ღირებულებებზე საუბარი რომ აი გინდა თუ არა უნდა გავუყო და უიმე ერთი თხილის გული 9 ძმამ გაიყო და რაღაცა რაც არ უნდა ესაუბრო ყოფილა შემთხვევები, რაცა პირდაპირ უთქვამს ბავშვს ვარ რომ არ მეყოფა ეს და 7 წლის ბავშვი ვერ დაგიწყებს ახლა იმზე მაღალ რეალობაზე საუბარს რომ აი გინდა თუ არა აუცილებელი არის. თუმცა ჩვენ მასწავლებლები რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ვასწავლით და ვაკეთებთ. გარდა ამისა ყოფილა შემთხვევა, როცა შემთხვევები, იმიტომ რომ არა ერთხელ მინახავს ასე რომ როცა არ გაუყვიათ მაგალითად, ხო? დაუნახავს თქვათ იმას და აი მისულა უბრალოდ და გაუტეხია უნებართოდ ესე თვითონ და უჭამია ესე უნებართოდ და მე როცა უკითხავს აუ მასწავლებელო იმან შემიჭამა რაღაცა ისეთი ისე თამამად უთქვამს რომ შიოდა და შევჭამე ანუ რაღაცა ეს ითამამიც მიგრძნია მოსწავლისგან რომ აი უნებართოდ აუღია ესაც ხო რაღაც გარკვეული ტიპის ქცევის დარღვევა მაგრამ რატომ მიდის ამ ქცევის დარღვევამდე ესაც ხომ საკითხავი არის იმიტომ რომ მასაც უნდა ისიც არ არის თან მით უმეტეს თუ გეუბნება იმას რომ აი დილით არაფერი მიჭამია და ასე დროს ბულინგის შემთხვევები აი რაზეც საუბრობდა ხა ქალბატონი ნანა არ ყოფილა არ მინახავს რაღაცა ისეთი ბულინგის შემთხვევები ხო აი დიდასაკში შეიძლება უფრო იყოს მსგავს ტიპის რაღაც მაგრამ აი მაღალ კლასებთან მქონია მსგავსი შემთხვევაში შევსწრები ვარ მსგავს ფაქტებს რომ აგროვებენ თანხას რაღაცა ერთ თანხას შეაგროვებენ იყიდიან გარკვეული რაოდენობის თუნდაც ეს ხაჭაპური იქნება ლობიანი იქნება თუ არ აქვს მნიშვნელობა და მე იმას ყოფენ ნაწილებად ამ შეგროვებული თანხის ვიღაცას 20 თეთრი აქვს ვიღაცას 80 თეთრი აქვს და შეიძლება ერთ კონკრეტულზე არ ყოფნით მაგრამ უკვე შეგროვებული თანხით მე ყიდულობენ ამ ყველაფერს და სარგებლობენ ამით და თუმცა კიდევ ვიტყვი რომ მსგავსი ფაქტებს როცა მასწავლებელი აწყდება რეალურად სივრცეში სადაც თავად უწევს მუშაობა აი ძალიან მძიმე არის ეს დასანახად თუნდაც ის ბავშვი რომელიც წრიალებს იმის გამო რომ უცელეს ტკივა თუნდაც ბავშვი რომელიც ხშირად ითხოვს საპერფარეშორში გასვლას და ვერც მიმხვდარა რატომ რა მოусვენრობა ჭირს ასე დროს რომ ზუსტად ის არის რომ რაღაცა ყვებითი მოусვენრობა ჭირს და არ არის მისი მასწავლებელი მე მყავს მეგობარი მასწავლებელი რომელსაც პირდაპირ თქვამს რომ კერძო სკოლაში მუშაობს და მათემატიკის მასწავლებელი მე მათემატიკა ყვების შემდეგ მაქვსო ჩასმულია სპეციალურად ცხრილშიო იმიტომ რომ უკვე ყვებით დაკმაყოფილი კი ყვებით დაკმაყოფილებული ბავშვი უკვე უკეთესად ახერხებს კონცენტრაციას ისეთ მათემატიკურ უნდა დაავითარებს ისეთ მათემატიკურ უნარებს რომელსაც თხოვს მასწავლებელი სწავლების პროცესში და ეს აი სიყო ხო ვისმენა ახლა ამას და სულ ვფიქრობ რომ ანუ აი როგორ შეიძლება ჩვენ ახლა ვიწყდეთ ამას ყველაფერს ვისმენდეთ და აი არ ვიცი აი ძალიან მძიმე მოსასმენია მასწავლებლისთვისაც თვითონ პროცესი აი ამ სწავლების და პედაგოგისთვისაც რომელიც გაკვეთილს ატარებს და აი ამ ხელა პრობლემებს აკვირდება და უყურებს აი როგორ შეიძლება რომ ამას დავარქვათ ნორმალური სასწავლო პროცესი მასწავლებლისთვის და მოსწავლისთვის შეიძლება კლასში 10 ბავშვისგან შემდგარ კლასში თქვა 5 კონდეს და 5 არ კონდეს ან მნიშვნელობა არ აქვს რაოდენობას ხო თავად მასწავლებელიც ვერაფრით შეიძლება გზნობდეს თავს აი აბსოლუტურად კომფორტულად ხო, რა თქმა უნდა, მე ხარ უსვენდი გიტას რაღაცა გამახსენდა ბებია ჩემი როგორ მიყვება და მეორე მსოფლიო ომის დროს როგორ უყოფდა ხალხი ერთმანეთს საჭმელს რაღაცა სიკვდილის გაჭირვება და საკუთარი თავი გამახსენდა 90-იანებში რაღაცა ყველაფერი რო გაითიშა და ჩაის დასალევად რო დავდიოდით მეზობლებში და რაღაცა უბრალოდ თავი გადაგორჩინა. ეხლა აშკარად სხვა ეპოქაში უნდა ვიყოთ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ იმას, რომ ფული იხარჯება სრულად უაზრო რაღაცეებში, აი მაგალითად ახალი სკოლის მოდელი რამდენი წლის განმავლობაში ასობით მილიონი ლარი დაიხარჯა იმაში რომ მასწავლებლები ეიზულებინათ რომ რაღაცა დოკუმენტები შეევსოთ მაშინ როდესაც აი მაგალითად ეს პრობლემა რჩება მოუგვარებელი ხო და ის პროგრამა გადავაგდეთ ანუ თქვით რომ არ ვარგო და ცუდი მინისტრის ბრალი იყო რაღაცა დააძალა მასწავლებლებს თორმე და ტანჯავდა და რაღაცა და ეს პრობლემები არის კვლავ მოუგვარებელი 2021-ში პირველად რო გამოჩნდა ეს რაღაც პოლიტიკური პროგრამის ნაწილი რო გახდა თვითმმართველობის არჩევნებზე მერის არჩევნების დროს რომ სასკოლო კვება იქნება მაშინ თქვა ქართულმა ოცნებამ რომ ჩვენო ამაზე დიდი ხანია უკვე მუშაობთ და აი ხლა აი ნახევარი წელი დაგჭა ერთი წელი დაგჭა და ანუ რამდენი წელი გავიდა ხო უკვე 6 წელია ბავშვები სკოლას ამთავრებენ და ქართული ოცნება ეუბნება რომ აი მუშაობთ ამ თემაზე კომისია მოდელი შევიმუშავეთ ვიღაც
რაღაცა უცხოეთში გავუშვით, რაღაც შეისწავლა, გაეროს კითხეთ, იქ რაღაცა კონფერენცია მოვაწყეთ და ასე შემდეგ. მაგრამ ანუ ეს მასშტაბის ცხოვრებას არ ცვლის სამინისტრო რას იტყვის, ხო? ანუ გეგმავთ, არ გეგმავთ და ასე შემდეგ. მასშტაბი ყოველ დღე უყურებს ამ ბავშვებს. და ეს ეხება არა მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც ფული არ აქვთ, არამედ იმ ბავშვებსაც, რომლებსაც ფული აქვთ. უბრალოდ დილით ვერ იღვიძებენ და ვერ ახერხებენ, ვერ ასწრებენ, იმიტომ რომ მთელი ღამე რაღაცას აკეთებს, რა ვიცი, თამაშობს ბავშვი, ან მშობელი სახლში არ არის, მუშაობს, ან საერთოდ საზღვარგარეთ არის მშობელი და ის იქ მუშაობს და ბებია აზრდის, ხო? ესეთი არის უამრავი ბავშვი. უამრავი ბავშვი. და პატრონი არ ყავს ამ ბავშვს. და სასკოლო პროგრამები, ანუ სასკოლო პოლიტიკა არ გულისხმობს სოციალურ დაცვას ბავშვების. ანუ სკოლა კოვიდის დროს მივხვდით, ხო? ანუ საზოგადოების დიდმა ნაწილმა გააცნობიერა, რომ სკოლა გჭირდება არა მხოლოდ იმისთვის, რომ მათემატიკა ისწავლოს ბავშვმა, არამედ იმისთვის, რომ ამ ბავშვს ჰქონდეს სოციალიზაციის შესაძლებლობა. სოციალიზაცია მარტო გაკვეთილების დროს კი არ ხდება, გაკვეთილების მერეც ხდება. გაკვეთილების მერე საერთოდ როგორ უნდა დარჩეს ადამიანი, ბავშვი როგორ უნდა დარჩეს, მაგრამ კლუბში ან უბრალოდ თავის გაკვეთილების მერე მე რჩებოდი ხოლმე სკოლაში და მეგობრებთან ერთად ხან ფეხბურთს თამაშობდით, ხან ავზე ერთობოდით, ხან იქ რაღაცა კომპიუტერულ კლასში რჩებოდით რა. და ეს შესაძლებელი ჩემთვის იყო, იმიტომ რომ სკოლასთან ახლოს ცხოვრობდი, გადავიდოდი და გადმოვიდოდი. და ეს ბავშვების უმეტესობისთვის არის შეუძლებელი და ნუ თან საბჭოთა კავშირში სწავლობდი მე სკოლაში და რაღაც 10 კაპიკი ღირდა კატლეტი რაღაცა შობელი კატლეტი არის ხო მაგრამ რაღაცა შიფშილს რა ხო რაღაცა უცნაური რაღაც იყო და ის მაგრამ მე მახსოვს საბჭოთა კავშირში იყო ეგ სისტემა როდესაც სახელმწიფო ასუბსიდირებდა და მშობელიც იხდიდა რაღაც ნაწილს და გაკვეთილზე შემოქონდა ბუფეტის ბუფეტშიც რაც ბაშირაზე ხო ასე ეთერი დეიდას მოქონდა მითი ლანგარით ამ შემოდიოდა პირველ მეორე კლასში რომ იქ მე კიდე ცალკე პრობლემა არ ყოფილიყო რომ იქ იყო რაღაცა ზედახორა როგორც სკოლაში და სკოლის ტერმინები რომ გამოიყენოთ და 5 წუთში მეორე კლასელი ვერ აჯობებს მე-11 კლასელს რომ იყიდოს რაღაცა ხო და თან ისაც ვერ იყიდეს არის ჩემ მათემატიკა იმდენი რაღაცა გაიგოს ხო და ამიტომ შემოქონდათ და იქვე იღებდა ყველა ბავშვი და იქვე ყველას ჰქონდა ან რაღაცა ენა კორჟიკის სამკუთხედი რაღაც ხო ისა წარმოგიდგენთ რა ისა ხო დამხდარ შტაბ-ჭრილება იყო რომ დღემდე გვახსოვს პროცესის მერეც მახსოვს ესე იყო ხო ძალიან ბევრი უცხოური გამოცდილებებს გადავხედე და მართლაც არსებობს შერეული ვთქვათ რაღაცა ესეთი საშუალებები ყოების არსებობს სხვადასხვა სკოლებში სხვადასხვა თუმცა არსად ბავშვი არ შიმშილობს ეს არის ევროპაში აბსოლუტურად ყველა სკოლაში პირდაპირ მიღებული პირობა. თითო წუთი მინდა ახლა მოგცეთ და აი რას გადაწყვეტით და როგორ გადაწყვეტით პირველ რიგში თქვენ თქვათ აი რა სურვილი და რა მოსაზრება შეგიძლიათ შესთავაზოთ მთავრობას რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს უარყოფითი დინამიკა პირიქით შეიცვალოს და მთავრობა დაფიქრდეს იმაზე, სამინისტრო დაფიქრდეს იმაზე, რომ არ შეიძლება ბავშვები შიმშილობდნენ 21 საუკუნეში. ხო, ეს ისედაც გასაგებია თითქოს მე მგონია რომ მთავარია რომ უნდა არსებობდეს ნება ესეთი რომ მე საერთოდაც მგონია ხოლმე ბევრ სიტუაციაში არა მარტო განათლების სიტუაციაში რომ მიუხედავად იმისა რომ თითქოს საქართველოში ბავშვების კულტი გვაქვს ძალიან ბევრ სიტუაციაში ბავშვები არ გვიყვარს პატივს არ ვცემთ ბევრი მიმართულებით იჩაგრებიან და მათ შორის ამ მიმართულებითაც მე მგონია რომ ნება მხოლოდ საჭირო და შეიძლება რომ დასხდნენ ექსპერტები მართლაც გავიაროთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები და მხოლოდ ნება საჭირო ამისთვის მთავრობის და განათლების სისტემის რომ მოგვარდეს ეს პრობლემა ასე ისე შერეულით სრულად არასრულად მაგრამ ის რომ თუნდაც სკოლაში იყოს თანამბრობის სისტემა და იყოს მართლა ერთხელ მაინც არ კონდეს ბავშვს დღის განმავლობაში კვების პრობლემა, ამის გადაწყვეტა შეიძლება აბსოლუტურად თავისუფლად, ამაში დარწმუნებული ვარ და თუნდაც ის ერთხელ რომ ჯანსაღი საკვები იყოს შეთავაზებული ბავშვებისთვის, ამის გადაწყვეტა პრობლემა არ არის, თუ გვექნება ამისი ნება და შესაბამისი გადაწყვეტილებებს მიიღებს განათლების სისტემა. ჩვენ უკვე საეთერო დრო სამწუხაროდ ამოგვეწურა, თუმცა ამ თემაზე და ყველა თემაზე რაც განათლებას შეეხება, უსათუოდ ძალიან ბევრს ვისაუბრებთ.
დღეს მძიმე თემებზე ვილაპარაკეთ და გადაცემა მინდა დავასრულო კარგი ამბით. ღია სივრცის პირველ გადაცემაში გაჩვენეთ მთის ამბების რეპორტაჟი არჭილოდან. ამ სოფელში შუქი დიდი ხანი არავის ახსოვს. მაშინ საზოგადოებას ვთხოვეთ მონაწილეობა ამ საზღვრისპირა სოფლის გასანათებლად. ნახეთ თქვენი შემოწირულობებით როგორ განათდა არჭილო. მე გემშვიდობებით მომავალ შაბათამდე. ეს ადგილი არის ჩემი დაბადების ადგილი, ჩემი სახლი არის, ჩემი სოფელი არის. ამ სოფელს შუქი არასოდეს არ ქონია და დღესაც არა გვაქვს. არავის არ უნდა გელააქეთ არც შუქი, არც ინტერნეტი, რა ვიცი. პერსპექტივას კლავს უდენობა, უგზოობა და უყურადღებობა. მენანება ესე როა რა ეს მიტოვებული. რასაც თქვათ ერთ დღეში ვაკეთებ მე, დენის არსებობის შემთხვევაში მე შემიძლია 5 წუთში გავაკეთო, 3 წუთში გავაკეთო ან 1 წუთში. რა ვიცი, კიდე ვიღაცა დაბრუნდება, მეზობლები მოვლენ, რა ვიცი, მოვლენ. ეგრე რა ვამუკ რა სივრავლით მოხედით დავახარ დავა სალამი სალამი საუმარჯოს. კეთილი იყოს არჭილოში თქვენი მოსვლა. ამირან მოვიდა სინათლე. მოვიდა სინათლე, მოვიდა. შუქი უნდა ჩავშვა. არა საოცარი გადასარევი. მაგარი პანელები არის, ნახე რა კაი ხარისხი არის. აჰა, ესაც ესე. მოვიდა სინათლე, ამირან, მოვიდა სინათლე. ციცო, მოვიდა ენერგია, ციცო. მიდი ხტას. ციცო, მოვიდა ენერგია, ციცო. რა საუკუნის პროექტი არის არჭილოში, შეხედე. ხოდა მე გადმოვიღე მაგას, მე. ხოდა გოლიათი ძალაა საჭირო, ბავშვი. მადლობა, სადაც ღირსებულობაც ამათ ვინაცვალე გულში, ჯიგარში და ესენი ოთახში ვიტანთ, ხო? ოთახში შევიტანოთ, ხო. ჩვენ დავწერთ მე ავტომატს, დავსვათ ბატარეებს, აკუმულატორებს. ეს გამომუშავებული ელექტროენერგია შეინახოს. ხოლმე ღამეც იმუშავებს ჩვეულებრივად. შეიძლება მე ამუშავო ბარგალკა, პერფორატორი, ყველაფერი რა. და რამდენი კილოვატი გვექნება ამ 6-ზე? 2.5 კილოვატი გამომუშავება და 8 კილოვატი შემნახვა. 8 კილოვატი მაგდენი? არის მთელი სოფლის საკმარისი. ფოტო შემოაბრუნოთ. 1 2 აი ესე. აგინა ისტორიული ფოტოა რა. 100%-იანი. პაპარაცუს. აფრთხილად დაადგინეთ. აი ესე არ გაგიცუნდეს.
არ მეჯერა. არ მეჯერა. პირველ რიგში მე დამეხმარება რძის შეძღებაში. აი, მეტი არაფერი არც ტელევიზორი მინდა, არაფერი არ მინდა. აი, ყვიყაში ვდღება დგელა და ამ ყვიყაში კიდე 2 საათი ფეხზე უნდა იდგე და ურიო და ურიო. ნაყიდი მაქვს სადღები. აი 1-5 წელი მაინც არის. რა ვიცი, მეგონა რომ შუქი იქნებოდა და შევდღებავდი, მაგრამ აბა ველოდეთ არა. ახლა მართლა დავიჯერე. ერთი, ორი, სამი. არის. მადლობა. საუკუნეების განმავლობაში პირველად არჭილო განათლა და პირველი ნატურა, რომელიც არჭილოში ჩაერთო, აი ეს არის თქვენ გენაცვალეთ თქვენი მადლობა. აქ რომ ხარ და ამაგრებ ასოფია. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბიჭებს, გეკას, ჯავახას და ნიკას. ეს ქვეყანა ჩვენია. ჩვენია და ყველგან უნდა დავდოთ აგურ საქართველოსთვის. შუქს ვანთებდი, ინტერნეტი არ იყო. ინტერნეტი მქონდა, შუქი არ მქონდა და ესეთ იმაში ვიყავდი. ხა ყველაფერი შეიძლება. რაღაცა მშენებლობა მაქვს, რაღაცა სახელოსნო ინსტრუმენტებია, ყველაფერს ვამუშავებ და გამარტივდი და ყველანაირად ჩვენი აქ ყოფა ისეც რთული საყოფელია. ახლა მე იმას კი არ ვიძახი, რომ აი დამეხმარეთ და გინათ არა მე აქ ვერ ვარჩებობ და რაღაცა. ყველაფერი ასე თუ ისე გავქონდა თავი, ცხოვრობთ, ვიცხოვრებთ. მაგრამ ეს დიდად დაგვეხმარება ამ ყველაფერში. მადლობა თქვენ და თქვენ ჯგუფს. სიცირო, თქვენ ყველაზე მეტად რა გინდოდათ? ზერო შევდღება. ამუშავებს, ხო? კი, თავის. შვიდობაში. დიდი მადლობა. მალე უკვე ცოლი მომელოცოს. რაც შეიძლება რომ ამ სისტემამ შეგიმსუბუქოთ და შვება მოგცეთ Gold Solar Georgiam გააკეთა. მადლობა ბიჭებს. მადლობა. ჯობს გვიანი დრიან. გაიხარით, მადლობა. მთელი ცხოვრება თქვენ ვალში ვარ. ხა დავწმუნდი რომ არსებობს ესეთი ხალხი, ვისაც შეუძლია დიდად დაეხმაროს მივალი კუთხეში თქვა ეს მნიშვნელობა ხევსურთიკად რომელი კუთხე იქნება არის რომ ეხმარებიან არიან ესეთი კეთილი ხალხი და ეხმარებიან ესეთი ხალხით განსაკუთრებულ მადლობას და შემოწიროს მართლა ეს თანხა რომელიც ამ სისტემას მოხმარდა დაახლოებით 20,000 ლარი სულ 2, 5, 10, 20 ლარით შეგროვდა და თვითოულ შემომწიროს საქართველოსდან და საქართველოს ფარგლებს გარედან ვინც კი გაიღო უცნობი ოჯახების მხარდასაჭერად ისინი აცნობიერებენ სად და რატომ ცხოვრობენ ეს ადამიანები არა იმიტომ რომ ზედა მაწონი მოედეთონ აქ არამედ ის რომ აქაურობა არ გაუკაცრიელდეს და ჭინჭარმა არ დაფაროს და მტერს ეგულებოდეს რომ აქ ვიღაც კვამრს უშვებს საკვამურიდან ყველას მადლობა ყველას ხელშემწყობსაც და გვერდჩემდგომსაც გავანათეთ არჭილო ყველამ ერთად თქვა გავანათეთ არჭილო ხალხო მე ვარ ძალიან გახარებული დღეს რომ მომიწია ესე ამ ამბავს შევსწრებოდი საზღვრისპირა სოფელში სადაც არასდროს შუქი არ ყოფილა დღეს აინთო პირველად ნატურა და რომელსაც წესით კი უნდა აკეთებდეს ჩვენი ხელისუფლება და მთავრობა მაგრამ როცა ამას ვერ ახერხებს ხელისუფლება არსებობენ ადამიანები რომლებიც გიდგანან გვერდით და მადლობა მათ ხალხს ყველას ვინც მიიღო ამ საქმეში მონაწილეობა და ვინც თქვენამდე მოიტანა სინათლე. საქართველოს გაუმართო!